თამას შეუძლია რომ ბავშვი ექიმთან წაიყვანოს, აცრა გააკეთებინოს, ოთახი დაალაგებინოს. აქედან მოდის ორდროშობანა, ვისი სული გსურს, ჩემი ოქრო ჩემთან. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თავისუფალი თამაში და კიდე წესები. ბავშვმა თუ გინდა რომ რაღაც მომენტში აღმოჩენებში წავიდეს, უნდა მოიწყინოს. ხო და ეს სილაღე ძალიან მაგარი ბავშვის მომენტი არის რა, ოღონდ როდესაც ჩვენ ვიზრდებით, ეს ჩვენი ტვინი ამ სილაღის ცნობის მოყვარვის გადადის უფრო იმ ტვინში, რომელსაც ჭირდება შედეგი რა, რაღაცა დადოს შედეგი. რეალურად იმ პროცესით სიამოვნების მიღება გვავიწყდება. თამაში არის ოპტიმიზმის ფილოსოფია. აი როგორ დარჩე ოპტიმისტი ამ ცხოვრებაში. ზოგადად როგორ ეხმარება თამაში შიშებს. თან ადვილად შეგიძლია გაიცნო ადამიანი. ხო არის გამოცხო რომ შენ მეგობართან ერთად ერთხელ მაინც უნდა წახვიდე მოგზაურ. მე მგონია რომ ერთხელ მაინც უნდა ითამაშო სამბაგიდო თამაში თუ გინდა რომ გაიგო ადამიანი შენი ნამდვილი მეგობარი თუ არა. მოგესალმებით მეგობრებო. ამ თემის გარშემო და ამ ფილოსოფიის გარშემო არის მთელი ჩემი ცხოვრება და ის ყველა საქმე, რასაც ვაკეთებ და შესაბამისად სტუმარიც ეგეთი არის ჩვენი პოდკასტის დღეს. და ეს თემა არის თამაში და რამდენად მნიშვნელოვანია თამაში და როგორ თამაშობა იყო და რატომ არის აუცილებელი თამაში. თუ გახსოვთ, ესეთი ფილმი ცხოვრება მშვენიერია, რობერტო ბენინის ფილმი არის, სხვათა შორის რაღაც რეკორდი მოხსნა ოსკარის რომელიღაც წელს. ისტორია არის იმაზე, რომ ეს რობერტო ბენინის პერსონაჟი თვითონ მამა და თავისი შვილი არიან ებრაელები და მოხვდებიან საკონცენტრაციო ბანაკში და მოკლედ ის მთელი ფილმის განმავლობაში მამა ისე აგრძნობინებს ბავშვს თავს ამ ბანაკში, რომ ვერც ხვდება ბავშვი, რომ თვითონ არის ასეთ პირობებში და მართლაც საკონცენტრაციო ბანაკში და გიждები ძალიან მიყვარს ეს ფილმი, ძალიან სევდიანია, სულ მეტირება ხოლმე რომ უყურებ, მაგრამ ნათელი მაგალითი არის იმისა, თუ რა ძალა აქვს თამაში და რამდენი რამე შეუძლია ადამიანს გააკეთებინოს თამაშმა, სასიამოვნო, არასასიამოვნო და ზოგადად როგორი მნიშვნელოვანია, რომ მთელ ცხოვრებას რაღაც უდგებოდა თამაშის კუთხით. თამას შეუძლია რომ ბავშვი ექიმთან წაიყვანოს, აცრა გააკეთებინოს, რაღაცა ოთახი დაალაგებინოს, ეს რაღაც არასასიამოვნო გამოცდილებებიდან გამომდინარე, ბევრად უფრო მხიარულად, ან პირიქით შეიძლება რაღაცა ისედაც რაც უფრო მარტივია, კიდევ უფრო მარტივად და მოკლედ დიდი ხალისით გააკეთებინოს. ძალიან დიდი ძალა აქვს თამაშს და ჩვენ სხვათა შორის თამაშობანის ერთ-ერთი სპექტაკლი სიხარულობანა ზუსტად ამაზე არის დაწერილი ერთ-ერთი დიდი აზრი არის ზუსტად იმაში, რომ სიხარულობანაც არის დაყრდნობილი წიგნზე, რომელსაც ქვია პოლიანა, თუ გაქვთ წაკითხული, თუ არა და გირჩევთ წაიკითხოთ, ბიბლში არის სხვადასხვა ფორმატით ეს წიგნები გამოცემული. ხა და მოკლედ ამ მთავარ გმირ პოლიანას ზუსტად ეგ ნიჭი აქვს, რომ ყველაფერს უჩი რაღაც კარგ ხედავს და მოკლედ თამაშობს სიხარულობანას ყოველ დღე. სხვათა შორის ბევრ კარგ ამბავშიც გვეხმარება თამაში, თუნდაც აი მთავარი კითხვა, რასაც ყოველთვის ვიღებ ხოლმე, არის კითხვასთან დაკავშირებით. შეიძლება იმიტომ რომ გამომცემლობაც გვაქვს მედენავს შესაბამისად ყოველ ჯერზე არის ხოლმე კითხვა, რა ჩემშვილს არ უყვარს კითხვა, როგორ დავაწყებინა და ეგეც მიგნება თამაშით მივედი მაქამდე, იმიტომ რომ ჩემშვილს მიუხედავთ იმისა, რომ სულ უკითხავდი წიგნს დაბადებიდან ყოველ დღე არ გამომიტევები ერთ საღამო, დიდად არ უყვარს კითხვა და ეს იყო ის გზა, რითიც მართლა შეუყვარდა, ეს არის კომიქსები. კომიქსი ხო რაღაცნაირად დიდებს გონია ხოლმე, რომ არასერიოზული წიგნია, ხო რაღაც თამაში წიგნი არის, მაგრამ რეალურად ძალიან მაგარი გზა არის, რომ ბავშვებს დააწყებინო მოკლედ სიყვარული წიგნების და ჩვენ წიგნის კლუბი რო გვაქვს თამაშობანაში, ზუსტად ესე იწყება ხოლმე. ძალიან დიდ პატივს ვცემ თამაშს, კვლევით არის დადგენილი, რომ იმისათვის, რომ რაღაც ახალი ისწავლოთ, საჭიროა რა თქმა უნდა, რომ თავში შედგეს ნეირონული კავშირი და როდესაც ჩვეულებრივად რაღაცა გინდა რომ ისწავლო, იმისთვის რომ ეს ნეირონული კავშირი შედგეს, 400-ჯერ უნდა გაიმეორო ერთი და იგივე რაღაც და როდესაც ეს ხდება თამაშით, ამისთვის საჭიროა მარტო 10 თუ 12 გამეორება, ანუ რამხელა შედეგს გაძლევს თამაში, თუნდაც აი ამ კვლევიდან გამომდინარე. ხშირად ადამიანებს ჩვენ მშობლებს და ასევე წინათაობებსაც ქონდა ისეთი დამოკიდებულება თამაშის მიმართ, რომ ყველაფერში თამაში არ იყო დასაშვები და ყველაზე ნათელი მაგალითი არის ჭამა. ხო, რამდენჯერ გვსმენია, რომ რაღაცა მაგიდასთან არ ითამაშო, ან დაკეტე პირი და ისე ჭამეს ჩემი საყვარელი, იმიტომ რომ თან პირი უნდა დაკეტო, თან რაღაცნაირად უნდა შეჭამო.
ის რომ მაგალითად წიგნი არ არის სათამაშო ან რაღაც არ დაჯღაბნო ამ ფურცელზე არ დახატო კედლებზე ესე ხარ თქო აქტუალურია ეხლა არ არის სასიამოვნო კედლებზე ხატვა მაგრამ მგონია რომ ძალიან გამჯდარი გვაქვს რა ეს აგრძელვა თამაშის იმიტომ რომ პრინციპში ჭამა მაგალითად საუკეთესო დრო არის როდესაც შეგიძლია ისაუბრო რაღაცა მხიარული გააკეთო იმიტომ რომ ძალიან იშვიათად ვიკრიბებით ოჯახები ერთად ძალიან იშვიათად საუბრობთ ვახშმის გარშემო ან ყველა ცალ-ცალკე ჭამს ან ყველა ვის როდის ცალია ამიტომ ჭამის დროსაც მგონია რომ ძალიან კარგია თამაში ამაზეც ცოტა ხანში ვილაპარაკებ ძალიან კარგია თამაში წიგნებთან. მახსოვს სკოლაში ჩემ დროს იყო რომ ბიბლიოთეკა გვაძლევდა ხოლმე სახელმძღვანელოებს და წლის ბოლოს უნდა ჩაგვებარებინა და იქ უნდა წაგვეშალა ყველაფერი ბიბლიოთეკარი გვიმოწმებდა რომ არაფერი შიგნით ნაჯღავნი არ იყოს და აი ახლა ძლივს მივეჩვე იმას რომ შეიძლება საკუთარ წიგნში რაღაცების მოხატო და ჩემი წიგნები სულ დახაზული არის და გაფერადებული, იმიტომ რომ მგონია რომ წიგნით თამაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. რამოდენიმე თამაშზე მოგიყვებით, რომელიც ჩემ ცხოვრებაში ძალიან აქტიურად მაქვს და შეიძლება თქვენც გამოგადგეთ ბავშვებთან მიმართებაში. პირველი თამაში და ჩვევა მაქვს ყოველთვის უკუღმა კეთება რაღაც მომენტში. მახსოვს პატარა რო იყო ჩემი პირველი შვილი და უჭირდა ხოლმე დაძინება რაღაც მომენტში ან აღელვებული იყო ან ცხელოდა ან წყუროდა ან ბალიშნერებს უშლით და ესე მოვატრიალებდი ხოლმე და უკუღმა ვიძინებდით ანუ პეპისავით ფეხებს დავდით ბალიშზე და იქით თავს ძალიან მაგრამ მოქმედებდა. ან მაგალითად როცა არ უნდა და სახლიდან გამოსვლა, აქ ვფიქრებდი რომ აი ახალი მოდა არის, მოდი უკუღმა ჩავიცვათ კურდღები და ქურთუკებს ვიცმევდით უკუღმა და ორივე ესე უკუღმა ქურთუკებით დავდიოდით. კიდე ეს უკუღმა როლები სხვა რაღაცეებშიც მადგებოდა მაგალითად ის რომ ადგილებს უცვლიდი, აი რაღაც თემაზე თუ იყო ხოლმე გაჭედვა ამ დროს ვეუბნები რომ კაი მოდი შენ იყავი დედა მე შვილი და აბა რას იზავდი. აი ძალიან მაგრა მეხმარებოდა ეგრევე, იმიტომ რომ ბავშვ ტვინში ეცვლებოდა ხოლმე ეს პერსპექტივა რომ უკუღმა როლში თურმე როგორი არის. კიდე ერთი თამაში რაც ესე ყოველდღიურობაში ვიყენებ ხოლმე ჩემ შვილებთან არის აღწერა 0-დან 10-მდე. როდესაც ნებისმიერ მდგომარეობას, ტკივილს, ემოციას, განწყობას ჩემ შვილებს ვაფასებინებ 0-დან 10-მდე. სანამ თუ ასისწავლიდან ეს იყო ბურთებით, ანუ აი მაგალითად ხატავდი რომ წაიქცა მაგალითად ჩემი შვილი და რამდენზე გტკივა მუხლი, ანუ პატარა ბურთზე უფრო დიდზე თუ უფრო დიდზე. ან მე უკვე ციფრებზე გადავდიოდი 0-დან 10-მდე. რამდენზე ხარ მოწყენილი, ან რამდენზე გეწყინა, რამდენზე გაბრაზდი. ძალიან მიყვარს ეს სავარჯიშო, იმიტომ რომ ეხმარება ბავშვს რომ პირველ რიგში უცებ რაღაც მომენტში რო არის ისტერიკის ან ნერვიულობის ან გაბრაზების დაპაუზდეს და შეაფასოს სიტუაცია, იმიტომ რომ მაგ დროს მართლა ერთვება ეს შეფასების მომენტი და ეს უკვე შველის ხოლმე დაწყნარების დროს. მეორე რაც ძალიან მიყვარს არის ის რომ პროგრესს აკვირდება, იმიტომ რომ რაღაც მომენტში რო ხეხა 9-ზე მტკივა, მერე თუ წამალი დალია მაგალითად სიცხემ დაუწია, აბა ეხლა რამდენზე ტკივა, ეხლა 8-ზე 7-ზე და თვითონ უკვე პროგრესს აკვირდება და მოკლედ ბევრად უფრო იმაშობა რა ქვია წყნარდება მალე და უვლის. და რა თქმა უნდა ხელს უწყობს იმაში, რომ ადამიანი პატარაობიდან სწავლობს თავის თავზე დაკვირვებას. მარტო ბოლო წლების დამსახურებაა, რომ ვისწავლე დაკვირვება საკუთარ თავზე, სად მტკივა, სად წყინს, სად რას გძნობ და იმდენად მნიშვნელოვანი არის ბავშვებს ეს პატარაობიდან მივაჩვიოთ, რომ ეს თამაში მოკლედ ასე თუ ისე ძალიან მეხმარება ხოლმე. ეხლა რომ დაუბრუნდე ჭამასთან მიმართებაში თამაშებს, ვიღაცებს არ მოგეწონებათ, შეიძლება თუ არ გიყვართ ჭამასთან თამაში, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მეორე შვილიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ლილი რო გაჩნდა, ძალიან მინდოდა რომ სხვანაირად შემეხედა ჭამის პროცესისთვის, იმიტომ რომ პირველ შვილთან ყველაფერს ვაბლენდერებდი, ვწვალობდით ჭამაზე, დიდი ხანი გამოგყო ეს წვალება და ვთქვი რომ აი ახლა რაღაც სხვანაირად გავაკეთებ. გამოვიდა მართლა რაღაც 1 წლამდე 100 პროდუქტი გასინჯა თავის ხელით ჭამდა სტეიკებს 6 თვის ასაკში, მოკლედ შედგა ეს ჩემი ჩანაფიქრი და ამაში ძალიან დამეხმარა რამოდენიმე თამაში, რაც ძალიან მიყვარს. პირველი თამაში არის ცისარტყელის ჭამა, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ამას ვიძახი. მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს და დიდებსაც კარგი იქნება ეს თამაში რომ გქონდეს, ბანიშნინებ, ასე ვთქვათ, რა ფერებს ჭამენ. იმიტომ რომ თუ დღის განმავლობაში ყველაფერი შეჭამეთ ცისარტყელეს, ესე იგი რაღაცას ძალიან კარგად ჭამ. წითელი შეიძლება იყოს, რა ვიცი, პომიდორი, ბულგარული, ვაშლი, ყვითელი, ხო, სტაფილოსფერი, პორტოხალი, სტაფილო, მანდარინი, ყვითელი და ასე შემდეგ, რა ხო არ ჩამოთვალო ყველა. მოკლედ, ძალიან კარგად შეიძლება ეს ჩვევა მერე გადაიტანო უკვე მართლა ჯანსაღ კვებაში და ეს თამაში ამაში გვეხმარება.
კიდე ერთი თამაში იყო, რასაც თამაშობდით პატარა რო იყო. ლილი ეს არის რა ეხლაც პრინციპში ვაგრძელებთ, იმიტომ რომ კიდე პატარა არის. რა ხმას გამოსცემს საჭმელი. აბა შენი საჭმელი როგორ ხმას გამოსცემს, ჩემი როგორ ხმას გამოსცემს, როცა ვღეჭავთ. და იქნება ეს ბროკოლი, თუ იქნება რაღაცა სტაფილო, თუ იქნება პური, ყველა ხმას ვაკვირდებით ხოლმე და ამით რაღაც შეჯიბრისავთ. აბა შენი როგორ ხმაურობს, შენი როგორ ხმაურობს და ანუ დღემდე სადმე რესტორანშიც რო ვართ ხოლმე, უცებ მოვარდება ხოლმე ლილი ჩემთან ყურთან და მამაცი ყური და ჩაახრამუნებს ხოლმე რომ მამას ვენას როგორ ხრამუნებს თავის საჭმელი. სხვათა შორის ერთი ესეთი საინტერესო სათამაშო გვაჩუქა ვიღაცამ თუ ვიყიდე არ მახსოვს სხვადასხვა ბოსტნეულებს აქვს სხვადასხვა ხმა რაღაცა სპეციალური ის იყო რა აერთებდი ამ ბოსტნეულში რაღაც იმებს რა ქვია მავთულებს და მართლა გამოსცემდა ხმას და პატარა ორკესტრივით გამოდიოდა ძალიან საინტერესო იყო ერთი კაი გამახსენდა ამის კიდე მოძებნი და გავაცოცხლებ ამ ექსპერიმენტს. კიდე ხო ესეც კაი არის სხვადასხვა პროდუქტებს, რასაც ჭამდით ხოლმე, ვალაპარაკებდით, რომ აი მე მაგალითად ვარ მოცვი, მე შენ ტვინს უფრო ჩქარა ვაფიქრებ და აი რაღაც ეგეთ იმებს ვაძლევთ ხო, ვალაპარაკებდით ბოსტნეულებს და საჭველებს და ყველა იძახდა რისთვის არის კარგი. კიდე შემდეგ თამაშების შემოგთავაზებთ რომელსაც თამაშობთ ხოლმე, როდესაც მანქანითაც მე მივდივართ. ყოველთვის ძალიან დამღლელი არის მანქანით მოგზაურობა, შესაბამისად, თვითმფრინავითაც რა თქმა უნდა და რაღაცნაირად წინასწარ ვამზადებ ხოლმე ამ სათამაშო პარკებს თუ ჩანთებს, სადაც ბევრი სხვადასხვა თამაში გვიდევს ხოლმე და კიდე ასევე ეს რამოდენიმე თამაში, რომელიც შეგიძლიათ გზაში ითამაშოთ ხოლმე. ყველაზე ადვილი არის რაღაც ვინ რას ხედავს, ვინ დაინახავს, წითელ მანქანას ვინ დაინახავს, ბენზინგასამართ სადგურს. ამის შემდეგი ეტაპი არის თამაშობანაშიც გვაქვს ეს გზაში სათამაშო სერია, როდესაც გვაქვს ბარათები, ზედ გვიწერია რაღაც ნივთები, სხვადასხვა ობიექტები და ესენი უნდა იპოვონ გზაში ვინ შეაგროვებს 5 ძროხას გზაში მაგალითად და ასე შემდეგ. ორი სიტყვით სანამ უკვე ჩვენ სტუმართან შეხვედრაზე გადავალ, მინდა აუცილებლად შევეხო სათამაშოებს თვითონ, რადგან ახლა რამოდენიმე ხნის წინ აქტუალური გახდა რაღაც შეხვედრებზე ვიყავით ბევრზე მეტანაო სათამაშოებთან დაკავშირებით და გავიხსენე ასევე ჩემი TED Talk-ი, რომელიც არ ვიცი 10 წლის წინ მქონდა, რომელიც ეხებოდა უსაფრთხო სათამაშოს, იმიტომ რომ არსებობენ არაუსაფრთხო სათამაშოები და კარგია რომ რაღაც ცნობიერად მიუდგეთ ხოლმე სათამაშოს შეძენად. მე გაგიზიარებთ ის იმ პარამეტრებს, რითიც მე ვარჩევ სათამაშოს და მე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რა არის თქვენთვის რელევანტური. მოკლედ პირველი, რა თქმა უნდა, არის ეს უსაფრთხოება. ჩემთვის იმდენად პრიორიტეტული არის ეს, რომ ანუ ყოველთვის ვაკვირდები სათამაშოს ხარისხს. არასოდეს არ უყურებ, არ ვყიდულობ სათამაშოებს იმ მაღაზიებში ან ადგილებში, სადაც არ ვენდობი ხარისხს. ვთვლი, რომ ჯობია, რომ ერთი და ხარისხიანი უყიდო ბავშვს სათამაშო, ვიდრე ბევრი ყოველჯერზე და ცუდი ხარისხის. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება არის, რომ თამაში უნდა იყოს პასიური. ძალიან ვემხრობი იმას, რომ ბავშვი იყოს აქტიური მონაწილე თამაშის და შესაბამისად ის სათამაშოები, რომელიც იმდენად აქტიურებია, რომ ბავშვი უბრალოდ ზის და უყურებს, ჩემთვის არ არის ისეთი პრიორიტეტული მათი ყიდვა. ანუ მანქანები, რომელიც დადიან და მღერიან და შენ არაფერს არ აკეთებ, მოკლედ ეს ნაკლებად ვყიდულობ ხოლმე ეგეთ რაღაცებს. ჩემი დაკვირვებით ხშირად სათამაშოს 5 არის უფრო კარგი სათამაშო ვიდრე თვითონ სათამაშო, იმიტომ რომ ბავშვს ეხსნება ეს რაღაც ფანტაზია და იქიდან ხან იმას გააკეთებს რაღაცა კარავს, ხან მანქანას და მოკლედ ეს აქტიური მონაწილეობა ბავშვის თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სათამაშო უნდა იყოს მარტივი, ესეც მომწონს, იმიტომ რომ ნებისმიერ სათამაშოს რაც უფრო მარტივია, უფრო დიდი ფანტაზიის რაღაცა გაშლა შეუძლია ბავშვს ამ სათამაშოს თამაშით ბევრი კუთხით. ასევე სათამაშო უნდა რა თქმა უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს და ეს უსაფრთხოების დიდი ნაწილია. მე ასევე ვთვლი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ხო იცით რომ არის ხოლმე რომ რაღაც ქესის მიხედვით ყოფენ სათამაშოებს გოგოებისთვის, ბიჭებისთვის, ჩემთვის არ არის აქტუალური. ჩემული შვილს აგერ ბიჭი არის და დღემდე რაღაც ვარდისფერი ეტლი, მაგის საყვარელი ეტლი არის და სამზარეულო, ამიტომ აბსოლუტურად მაგ კუთხით არ ვყოფ, ჩემი გოგოშვილი თამაშობს სულ მანქანებით და ამაზე მოკლედ აქცენტს არასდროს არ ვაკეთებ. და კიდე ერთი რასაც ვიტყვი არის ის, რომ
ყოველთვის ვუყურებ არსებობს თუ არა ამ სათამაშოდ თამაშის რამოდენიმე გზა და არა ერთი. ანუ თუ მხოლოდ ერთი გზა არის თამაშის, ხვდები რომ ის ძალიან მალე მობესდება ბავშვს. ასევე ვიცი რომ ბევრი ადამიანი აკეთებს სათამაშოების როტაციას სახლში, რაც მე არ ვაპრაქტიკებ, იმიტომ რომ სულ მეზარება ხოლმე, მაგრამ ეგრეთ ძალიან კარგი ჩვევა არის, რომ ბავშვები ძალიან მალე ჩვევიან სათამაშოებს და ბეზდებათ სათამაშოები, ამიტომ რაღაც რაოდენობით ნაწილის გამოტანა და მე თვეში ერთხელ ცვლა, ესეც ძალიან კაი ჩვევა არის, რასაც ასევე შემიძლია რომ გირჩიოთ. ზოგადად საქართველოში სათამაშოების მიმართ სიყვარული რაღაცნაირად სისხლში გვაქვს, იმიტომ რომ საბურთალო რო ავიღოთ მაგალითად, ხო? საიდან მოდის ბურთი არის, ხო, შიგნით. ფუძე ამ სიტყვის ბურთაობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვიცით რომ თამარ მეფის დროს სანამ რაღაც ბრძოლაში მიდიოდნენ თამაშობდნენ ხოლმე თამაშებს, საიდან მოდის რაგბი, ხო? დღეს რეალურად მაქედან მოდის ზუსტად. და მგონია რომ იმდანაც მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისთვისაც და იმდანაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თამაშს, რომ ძალიან მიხარია რომ ამ საქმეს დღეს თამაშობანათი ვაგრძელებთ და ამ საქმეში ჩემი მთავარი ასე ვთქვათ პარტნიორი, მეგობარი და სულის ჩამდგმელი არის ნაუ სონღულაშვილი, რომელიც დღეს შემომიერთდება ჩვენ პოდკასტში და მე და ნაო გავაგრძელებთ საუბარს თამაშის მნიშვნელობაზე, ისტორიაზე და რატომ უნდა ითამაშონ ბავშვებმა კი არა მარტო, არამედ ასევე დიდებმაც, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყებული გვაქვს სამწუხაროდ თამაში. ნაოს მივესალმებით, შემომიერთა ჩემი უახლოესი ადამიანი, რომელთანაც მართლა ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ერთად და მიხარია რომ აქ ხარ ნაო. მეც ძალიან. ხა და მიხარია რომ სათამაშოდ შევიკრიბეთ თამაშზე სალაპარაკოთ. ორი სიტყვით მინდა გაგახსენოთ, რომ თამაშობანას იდეა საიდან მოვიდა. ამაზე არ ვიცი ბოლოს როდის ვილაპარაკეთ, მაგრამ ერთხელ მე და ნაო ერთად მუშაობდით და ნაო მოდის ჩემთან და მეუბნება რომ აი იმ დღეს კოჯორში ვიჯექით მე და ჩემი ძმისშვილი და რეზინობანას თამაშრა მინდა და არ იცოდა საერთოდ რა არის რეზინობანა. წარმოიდგინა, მოდი დროზე გავაკეთოთ რაღაც თამაშები და უკვე 10 წლის წინ. მეტი. არა 10 ხო მართლა. ხო და მოკლედ მოდი გავაკეთოთ და თავიდან ვფიქრე რომ აი ნეტა როგორი მუშაობს და კი გამოდგა თამაშობანა. მოკლედ იდეის ავტორი თამაშობანასი არის ნაო და ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით, აი რაც არ უნდა რთულ მომენტში ვიღოთ, არაერთი გქონია ცხოვრებაში მე და ნაოს ერთად, ყოველთვის ეძებს რაღაც კარგს ამ სიტუაციაში, ყოველთვის შეუძლია რომ ზემოდან შეხედოს ყველაფერს და ჩემი აზრით ეს არის მისი აი ამ რაღაცა თამაშის მაინდსეტიდან გამომდინარე და ამიტომ დღეს ამ საიუბილეო დროს ვისაუბრებთ თამაშზე. ძალიან მიხარია და ისევე როგორც შენ ყველა წამოწყებას მინდა რომ ძალიან ბევრი წარმატება უსურვო შენ პოდკასტს და ვიცი რომ შენი მომხმარებლები უეჭველი ივლიან რაღაცა ცნობის მოყვარობის გზაზე, რაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცხოვრებაში, რასაც დიდობაში უკარგავთ ხოლმე და ცნობის მოყვარება ისე თამაშობანას მნიშვნელოვანი ნაწილი არის ძალიან. ნაო მოიტანა წიგნები და კიდე ნახევარი ტონა უდევს მაგიდის ქვეშ მოიცოდეთ, იმიტომ რომ არავის არ აქვს იმდენი წიგნი ამ თემაზე, რაც ნაოს. კიდე რებია? ხო, კიდე არ ვიცი. აქ ძველები არის კიდე, ხო? ხო, აქ არის ძველები და მე მგონია რომ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაც თემაში რომ შედიხარ, რა მემკვიდრეობა დააქვთ და მაგას გაეცნო და ეგ არის ცნობის მოყვარეობის ალბათ საფეხური ნომერი პირველი რომ რაღაცა ჰაერზე დაშენებულ რაღაცებს ჩემი აზრით დიდი ხნის სიცოცხლის უნარიანობა არ აქვს ხოლმე მე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სადღაც რაღაცა საძირკველი ქონდეს და ქართულ თამაშას მართლა ძალიან ბევრი აქვს შენ შესავალშიც თქვი და ჩვენ მახსოვს რომ დავიწყეთ თამაშობანაზე თამაშების ძებნა მაშინ ძალიან ბევრი დრო გავატარეთ ბიბლიოთეკაში და ეს ნაოს დამსახურება, იმიტომ რომ იცოდეთ ნაოს პროფესია არის პირველი სამსახურიც არის კვლევებთან დაკავშირებული, ნაო არის ანალიტიკური. ხო, არ ვიცი, მე მგონია რომ ზოგადად ადამიანი. ძალიან ადამიანის, ხო, ადამიანის. დავით ჩანს ეკრანში რო ვაჩვენებ ამ ლამაზ ბიჭებს. მნიშვნელოვანი თვისებაა, ვფიქრობ ზოგადად ის რომ რაღაცის ძიება, რაღაცა ცნობის მოყვარეობით, რაღაცების მიმართ მიდგომა ესენიც რომ არ მაქვს მე ნანახი რომ ყველა ერთად პირველად. ხო და ეს წიგნები მე ბუკინისტები და ნელ-ნელა ვაგროვი და ვაგროვი ხა. ძალიან კაი მემკვიდრეობა. ხო, თლიანი წიგნი არის ლახტზე. ანუ ლახტის თამაშებით თლიანი წიგნი. წარმოიდგინეთ რა სასწაულია. დღეს აღარ აკეთებენ ესეთ წიგნებს. ხო, ესეთ წიგნები აღარ.
თამაშო ეს კიდე ძალიან საინტერესო ეს დედოფლების წიგნი, რაც აი ძალიან საყვარელი დედოფლებია. როგორ დედოფლები? ანუ თოჯინები არის დედოფლები. და ეს არის კიდე ერთი ჩემი. შეძგათ კამერა, შეგიძლია იქაჩვენ. კი. ოკეი, აქ ვართ ხო? ხო. ეს არის ქართული ხალხური. დაიმე არ არსებობს პირველად დღესასწაულები. რომელშიც არის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი. დღესასწაული ეს არის ბერიკაობა, სულ იძახიან რომ ეს რაღაც ამერიკული ჰელოვინი რაღაც არა ხალხო, ანუ ქართველებსაც გვაქვს ისტორიულად კულტურაში. მეც როგორ მაშინებენ ბერი. ეხლა რამოდენიმე. ბერიკაობა ბევრად საშიში არის ვიზუალურად. ვიდრე ჰელოვინი. ბევრად მართლა, ესეც არის რაღაცა ნაყოფიერების დღესასწაული საქართველოში. ზეიმობდნენ რაღაც მოსწავლეს. ჩემ ოჯახს უნდა ვანახო ეს პოდკასტი, იმიტომ რომ ჰელოვინზე როგორი ჭიდაობა მედის, იცი რატო ზეიმობთ ჰელოვინს? არა, მე გიჟდები ამ კოსტიუმებს და ნახე. თავზე გოგრა აქ. აღაბას ცალკე ისტორია და მგონია რომ ეხა დღეს ამაზე არ შევყვეთ, იმიტომ რომ კიდე შევყვეთ დღესასწაულებზე ცალკე შეიძლება საუბარი. თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოში რაც ადრე კეთდებოდა, ძალიან გემოვნებით კეთდებოდა და არ იქნებოდა სწორი რომ რაღაც მომენტში თამაშობანას ეს ყველაფერი ისე დაეწყო რომ რა დაგხვდა, თუნდაც აი ეს ნახეთ. პიონერია, მაგრამ ისეთი ლამაზი ილუსტრაციები არის. მართლა ამდენი თუ ქონდა არ ვიცი. ისეთი გემოვნებიანი ნახატები, რომ მგონია რომ ძალიან მაგარი რაღაცა დაგვიტოვეს ამ ადამიანებმა, ვინც თუნდაც ფანტაზია და მარჯვეხელები. როგორი ნაძვის. ვაიმე, ძალიან ნაო, ერთი წუთი ეს წიგნი გვაქვს ახლა გასაკეთებელი. უკვე. არა, კი ვიცოდი რომ აგროვებდი, მაგრამ ამდენი თუ ქონდა არ ვიცი. იდეაში წელს არის თამაშობანას საიუბილეო წელი 10 წლის გავხდით და გავაკეთეთ. ძალიან გვინდა მე და ნინის რომ გავაკეთოთ საიუბილეო ახალი წიგნი თამაშების, რომელიც ქართულ ბავშვებს და ზოგადად ქართველებს დარჩებათ, იმიტომ რომ ქართულ თამაშებს ძალიან ბევრი ისტორიული რაღაცები აქვს წინ, აი შენახსენე რომ ომის წინ ყოველთვის ანუ ჩვენი მებრძოლები მთაში ანუ იქნებოდა თუ ბარში თამაშობდნენ გასამხნევებლად რაღაც ესე სხვადასხვა თამაშებს და მაკედან მოდის ორდროშობანა, ვისი სული გსურს, არ ვიცი, ჩემი ოქრო ჩემთან, ანუ ბევრი ისეთი თამაშები, რომლებიც ისტორიულად ძალიან რაღაც ქართულ კულტურულ მომენტებს გვინარჩუნებს და რაღაცნაირად ჩვენამდე მოიტანა. და არის თამაშები, რომელიც ალბათ საერთაშორისო რაღაც ძალიან დიდი ხნის, მაგალითად რეზინობანა, ჩვენ რო დავიწყეთ. ძიება რეზინობანა აღმოჩნდა რომ არის საფრანგეთში, ჩინეთში, არის ჩინეთშიც, ხო. Rubber band game ხო. და ამიტომ ძალიან მაგარია რომ ესეთ რაღაცა აქტიურ რაღაცა თამაშებს ვასწავლით ბავშვებს. ხო და მან რა კითხვა მაქვს იცი შენთან? ანუ ესენი რას თქვი ყველაფერი და პრინციპში აი მთელი წიგნი არის ლახტზე. კი. ანუ ამას ხო ყველაფერს აქვს წესები. და ჩვენ თამაშობანაში გვაქვს კიდე თავისუფალი თამაშის სივრცე, რომელშიც საერთოდ არ არის წესები. ხო და აი ორი სიტყვით შენი აზრი მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თავისუფალი თამაში და რამდენად მნიშვნელოვანია კიდე წესები. ხო, რაც შეეხება თავისუფალ თამაშს, ზოგადად თამაში რას გვიშვება ადამიანებს, ხო? ანუ ჩვენში აგვიძებს ცნობის მოყვარეობას. თავისუფალი თამაში არის არასტრუქტურიზებული თამაში და ზოგადად ამბობენ რომ ბავშვმა თუ გინდა რომ რაღაც მომენტში აღმოჩენებში წავიდეს, უნდა მოიწყინოს და ზოგჯერ ეგ 15 თუ 20 წუთი არის ხოლმე, აი ხშირად ყოფილა ხა ჩემთან რომ ჩემი შვილები მოდიან რომ აუდე რა გავაკეთო და მაგ დროს ძალიან დიდია თუნება რომ როგორც მშობელმა, ანუ იმიტომ რომ შეიძლება არ გცალი ან რაღაცა გინდა გააკეთო სხვა, ძალიან დიდია თუნება რომ აი არ მისცე ხელში ან ტელეფონი, იმიტომ რომ თამაშს რო აძლევ, ანუ იქნება სტრუქტურული თუ არასტრუქტურული პირობითად, უბრალოდ board game, რომელსაც დაუდებ და ეთამაშები თუ უბრალოდ ოთახში დატოვებ, სადაც რაღაც სათამაშოებია, მგონია რომ აი მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა და გადამწყვეტი მნიშვნელობა მაქვს 15-20 წუთს, იმიტომ რომ როგორც კი ბავშვი თვითონ გადალახავს, ანუ რა ხდება ამ დროს, იწყებს ცნობის მოყვარება, ხო, არ მოწონთ რა ბავშვებს ეს მოწყენილ stage-ში ყოფნა და იწყებს აი რითი გავერთო? გაგვაფუჭა ტელეფონებმა. მეც უკვე ძალიან შემცირებული მაქვს ეს დრო, როცა შემიძლია რა. ხო და აი მაგ დროს არის ეგ, ანუ ცნობის მოყვარება, რასაც თავისუფალი თამაში აღვიძებს და სპონტანურობა რა. და აი უცებ რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება, სტრატეგიების დალაგება რაღაცა პატარა თავში, ხო, რაღაცა ესე გავაკეთებ, ესე იქნება. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება რაღაცა free play, ანუ არასტრუქტურული თამაში თუ თუნდაც ის რომ სტრუქტურული თამაში, სტრუქტურულ თამაშამდეც მივდივართ იმით რომ რაღაცა ცნობის მოყვარეობა იღვიძებს და რითი გავერთო.
რა გავაკეთე? ხო და ეს ცნობის მოყარეობა ხო არის რაღაცა ინგლისურად ვიტყვი მოპატეთ state of mind, აი რაღაცა იმ დღეს ვკითხულობდი რომ არსებობს რაღაცა ეს playground mind-ო რა, გონება, ოღონდ ეს მარტო ბავშვებში არის ზოგადად, მაგრამ ბავშვებში ბუნებრივად აქვს, რომ ანუ ბავშვი ხო ცნობის მოყარე იბადება თავიდანვე და მე რაღაც მომენტში რამდენად მნიშვნელოვანია რომ წყალი დავასხათ ამ ცნობის მოყარეობას. შეიძლება ის რომ ეგრევე არ გავცეთ პასუხები რაღაცებზე თვითონ იკულიოს, ანუ აი რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის რომ აი ეს ცნობის მოყარეობა რაც უფრო დიდხანს შეიძლება გაიტანოს და შენ როგორ შეიძლება იყო მაგალითი ამის შენი შვილისთვის. იცი რა, ცნობის მოყარეობა ზოგადად მგონია რომ აღვივებს ინტერესს ხო რაღაცების მიმართ რა და ძალიან ხშირად ხარ მინდა რომ რაღაცა ეს პოდკასტი იქით წავიყვანოს თუ გაჯეტებზე ვილაპარაკოთ, არა იმიტომ რომ გაჯეტებს ვიცით რომ თავისი ადგილი აქვს ამ თანამედროვე ცხოვრებაში. ვერ გაიქცევი. ხო, თუმცა ანუ ცნობის მოყარეობა იღვიძებს თავისუფალ დროში და როდესაც შენ ამ ცნობის მოყარეობას აღვივებ, ანუ შესაბამისად გიჩნდება ინტერესი. ანუ მნიშვნელოვანია რომ ყველაფრისგან თავისუფალი დრო გქონდეს ადამიანს, თუნდაც არ ვიცი, აი ყველა, ანუ თუნდაც იმისთვის რომ აღმოვაჩინო, მიყვარს თუ არა, ეხლა ჩვენი შვილების მაგალითზე გიტარის დააკურა რა. ორივე შვილი დადის გიტარას ერთ-ერთი. ხო, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ორივე ყველაფერი მე და ნავს ისე სასაცილო ცხოვრების, აი ყველა ეტაპზე ერთ პარალელში მივდივართ, აი დაუჯერეს კიდე. ხო, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ძალიან მოწონთ თვითონ ეს და თუ ადამიანს არ აქვს ცნობის მოყარეობა სხვადასხვა რაღაცები აღმოაჩინოს, მაგრამ მან გაჯეტიც რა კუთხით გეუბნები, იცი მაგალითად ილუ გიტარაზე რო უკრავს, მე რაღაც აპლიკაციაში ამას იწერს, ან ხატავს აპლიკაციაში, ან და მე მგონია რომ გაჯეტი ამ კუთხით შენთვის საშენოდ იყენებ გაჯეტს, რაც ძალიან მაგარია. ხო და ანუ მე მაგალითად ეხლა ჩემი წესი ეგ არის რომ იცით რომ საბავშვო ის მაქვს ნილუზე მიხოს რომ 13 წლის არის საბავშვო აკაუნთი აქვს ტელეფონში და რაღაც აპლიკაციები აქვს უჩართული და აი ეგ აპლიკაციები არის აი ეგ რა მუსიკის იმის ხატვის აპლიკაცია და კიდე რაღაც სიტყვების აპლიკაცია Wordle, რომელიც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ანუ ვითარებს Twins, ხო და ანუ რეალურად იმ დროს ცნობის მოყარეობა რომ მაგ აპლიკაციებს ეძებს, ხო და პაულობს და ნახულობს. ანუ Instagram-ზე და იმაში კი არ არის მაგ დროს არამედ, ხო და ამიტომ გაჯეტები ეგეთ დროს თვალთ მტერი არ არის ყოველთვის, იმიტომ რომ შეიძლება საშენოდ გამოიყენო ეს ყველა გაჯეტი. ხო და რაც შეეხება state of mind, ანუ ჩვენი აზროვნების მოდელს, მგონია რომ თამაში არის რაღაც ოპტიმიზმის ფილოსოფია რა, აი როგორ დარჩე ოპტიმისტი ამ ცხოვრებაში. შენ ეგ ბუნებრივად გაქვს. აი არ ვიცი. შენ ძალიან ჩემი მაგალითი. მე ზოგადად გამოსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ჩემი მაგალითი, მე ხო ვარ პირიქით, რომ ყველაფერში წარმოვიდგენ ხოლმე სცენარებს, რომ ინგრევა ყველაფერი ჩემ გაშო. ნაურო არ მყავდეს, არ ვიცი რას ვიზავდი, იმიტომ რომ ყველაფერში, აი რაღაც დაგვერხება. ხო და გონია რომ მაგ კარგი რა ხო მივხვდით ამას, მაგრამ მე გვიან რომ ანუ გონია რომ მაგრა ვაბალანსებ და ძალიან კაია ეგ რომ ანუ არც ზოგადად გაფრენილი ოპტიმიზმი არა კარგი, იმიტომ რომ დამიწება გჭირდება. ამიტომ მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ანუ თამაში ჩემი აზრით არის ფილოსოფია, რომელთაც ადამიანებს შეგვიძლია რომ ეს რაღაცა ჩვენი არაშინაგანი ბავშვი, აი playfulness-ი რა რასაც მაქვს ხიარულება და ბედნიერება შენ ცხოვრებაში, სილაღე, ხო, აი სილაღე ზუსტად ეგ ამბობ. სილაღე არც ერთ ენაში არ არის. მე და ნაუც ვცდილობდით რაღაც კონცეფცია რო ქონდა თამაშობანის რა დავწეროთ, გვინდოდა რომ სიტყვა სილაღე გვეთარგმნა, რა, ანუ იმიტომ რომ ხო ახლა იქ ინგლისურადაც უნდა კონდეს რაღაც ეს statement. ვერ ვთარგმნეთ. მივედით playfulness-ამდე, ხო? არ რაღაც არის. ხო და ეს სილაღე, მოკლედ ძალიან მაგარი ბავშვის მომენტი არის რა. ოღონდ როდესაც ჩვენ ვიზრდებით, ისე გამოდის, რომ ეს ჩვენი ტვინი ამ სილაღის ცნობის მოყარების გადადის უფრო იმ ტვინში, რომელსაც ჭირდება შედეგი რა, რაღაცა დადოს შედეგი. ანუ რა გამოვა, რაღაც ცოტა განსჯაში გადადის, რომ ძალიან კარგად უნდა გამომივიდეს და ანუ რეალურად იმ პროცესით სიამოვნების მიღება გვავიწყდება. ხო და არ და ეგ ბავშვებს მაგრა გამოსდით, იმიტომ რომ რო თამაშობენ იმ მომენტში არ აინტერესებს. კი, რა თქმა უნდა, აქვთ მომენტი რომ აინტერესებს, რომ რაღაც აშენოს ლეგო ბოლომდე, მაგრამ ანუ თუ რაღაცა სხვანაირად აუშენა შეუცვალა რაღაც ანუ ბავშვებმა იციან სიამოვნების მიღება პროცესში. ხო და გეხმარება თამაში კიდე იმაში რომ რაღაცეები ცადო და არ ისწავლო როგორ არ გეშინოდეს წაგების რა. ანუ ოკეია თუ დამენგრა შემიძლია რომ ისევ ავაშენო სხვანაირი. მანდაც არის რა თქმა უნდა რომ ისტრესებიან ბავშვები ზოგჯერ ტერიან რომ აუ დამენგრა რაღაცა, მაგრამ მუღამი ეგ არის რომ მანდ კარგად სწავლობ იმას, როგორ არ უნდა გეშინოდეს, ანუ იმის, რომ წავაგე, ჩემთვის ძალიან კარგი
მაგალითი იყო, ცოტა გვიან დავიწყე ზოგადად ჩოგბურთში და სპორტში გვიან მივედი, მაგრამ ვერ გეტყვი რამხელა პრაქტიკა იყო, აი დავკვირვებოდი ჩემ ფიქრებს თამაშის დროს, რა, აი წაგება, ანუ აი ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ჩოგბურთის მოედან კორტზე წაგება მეორე დღეს ისევ ამდგარიყავი reset mind-ით რა, ანუ აი განულებული იმით, რომ აი წაგებული, ხო, აი წაგებულის რაღაცა არ ვიცი, ტკივილი, თუ აი რაღაცა არ წამომყოლო და მეორე დღეს, იმიტომ თამაში მაგას ანადულად ხედავ რა, იცი რომ თამაშია დამთავრდა, ანუ მე რა ხვალ შეიძლება მოიგო რა. და აი მაგაში ის რა ეს წაგება არ იყოს ეს შენი ცხოვრების სტრატეგია თუ რაღაც რომელსაც ათრევ სიმძიმეთ რა მაგრა გეხმარება მაგაში რომ ისწავლო როგორ უნდა გადატვირთო შენი ცხოვრება და რომ ოკეია რა ხან რავი წავიქცევი ფეხს ვიტკე მე რა ხვალ ისევ გავალ და ვითამაშებ იმიტომ რომ იმ ხელა სიამოვნება არის მანდ რომ ანუ ძნელია რომ შეეწინააღმდეგო რა თამაში ანუ შენი აზრით მაშინ რას კითხავ წინა პოდკასტში ვიძახდი რომ მე ილო პატარა იყო უჭირდა ხოლმე ძალიან წაგება და ვეუბნებოდი რომ ეხლა რაზე ვთამაშობთ წაგებაზე თუ მოგებაზე და ანუ რაღაც თამაშობს თამაშობდი წაგებაზე და მე ჩემი მეგობარი ოთოს სადღაც ვიყავით და იქ მან ეგეთი რაღაც მითხრა ამაზე რომ ანუ მე მივესალმები რომ ბავშვს უნდა კონდესო ეს ინგლისურად მეორეჯერ უკვე winning mentality ანუ მოგების მენტალიტეტი იმიტომ რომ ის ხდისო მას უფრო რაღაცა ორიენტირებულს მოგებას და უფრო წარმატებული არა და ანუ მე მივხვდი რომ ჩემი შვილი ამ მენტალიტეტით არ გავზარდე რა ანუ ორივე იდეა მომწონს ისიც მომწონს მოგების მაგარია რა შენ თუ თავიდანვე ჩაუდებ რომ აბა ეცადე იმიტომ რომ მე იმდენად სუ აი მთელი ცხოვრება ვიბრძვი ხოლმე რომ აი ყველაფერი გამომივიდეს ისე რომ ტვინში მაქვს ჩადებული რომ ანუ მგონია რომ წაგებაზე თამაში შველის რომ ცოტა მოადუნო მე ცოტა მეორესკენ ვარ იმიტომ რომ წაგებაზე თამაში არის რეალურად წაგების შიშის წინააღმდეგ თამაში და როცა შენ ცხოვრებაში რაღაცის შიში გაქვს ეს შენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს რაღაც მომენტში გამანადგურებელი ანუ წინასწარ შექმნილი რაღაცა ბილიფია ხო რაღაც სურწმენა რა დაჯერება რომ აი მე თუ წავაგებ რაღაცა ანუ არ ვიცი დამთავრდა ჩემი ცხოვრება ანუ იმას კი არ ვიზახი რომ წაგებას უნდა მიაჩვიო ადამიანი მაგრამ უნდა იცოდე როგორ უნდა ადგე წაგების მერე რა რაც გონია რომ ძალიან მაგარ რაღაც თქვი იმიტომ რომ სხვათა შორის რა ვასწავლეთ ილოს ველოსიპედზე და ველოსიპედის ტარებას ანუ რამოდენიმეჯერ მაგრა რო წაიქცა ჩემი ხვარის ვეუბნებოდა რომ მოდი ერთის დაჯექი წადი და მე წავიდეთ დავისვენოთ ანუ სულ იმას იძახდა რომ მოდი არ აიგრევე ჯობია რომ დაჯდე და გაატარო რომ იმ მომენტში არ ჩათვალო რომ დავნებდი ხო ეგ ძალიან კაი გამახსენე ხო ამიტომ არ ვიცი ხა ანუ რა თქმა უნდა winning mindset-ი ძალიან მნიშვნელოვანია რაშიც სპორტი ძალიან ეხმარება ადამიანებს რომ რაღაცა დისციპლინა, რაღაც ფიზიკური სხეულის წესრიგი, ხო, რაც მე გეხმარება იმაში, რომ შენი სულიერი და გონებრივი საკუთარი თავი სადღაცამდე მიიყვანო რა. ამიტომ მგონია რომ ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ან ერთი ან მეორე არ ვიტყოდი, მაგრამ აი წაგების მაინცეტი არ არის წაგებაზე ორიენტირებული, მაგის შიშის გაქრობები ჩემი აზრით. ძალიან საინტერესო და შიშს ზოგადად როგორ ეხმარება თამაში შიშებს ეგეც ვთქვათ რა. იმიტომ რომ მგონია რომ თამაში მაგრა ისე რა ის სხვა რაღაცები მაგრამ მარტო შიშს რა რაღაც ნერვიულობას რა ვიცი დაბრკოლებების გადალახვაში სწავლობ როგორ უნდა გადალახო აი დახუჭობანა პირობითად რო ავიღოთ სიბნელეში თამაშის დროს 100 წელი არ გეშინია იმ სიბნელის რა მაგრამ როგორც კი ოთახში შედიხარ სადაც არის იმ ამდენშება ტყეში თამაშობდე დახუჭებას არ გახსენდება იმიტომ რომ შიში რა არის ხო შიში არის ჩვენ რაღაცა ტვინში დაჯერება ცუდში ხო ცუდი დაჯერება რა და სხვათა შორის ძალიან საინტერესო რაღაც მაქვს წაკითხული სტატია სადაც წერია რომ ზუსტად თამაშის დროს რა ხდება ანუ ადამიანი ივიწყებს თავის ეგოს მართლა და გადადის ცნობის მოყვარეობის კრეატორის მოუდში რის გამოც არის რომ შენ როცა დახუჭობანას თამაშობ 100 წელი არ გადარდებს იმდენად რაღაცა როგორ გამოვიყურები ხარ და ხო თუნდაც რა ან ის რო ბნელა და ხის უკან ანუ რაღაც მომენტში გაქვს ეგ ფიზიოლოგიური გადარჩენის შიში ხო რომ რაღაც შეება არ ვიცი ლომი იყოს ხის უკან და მაგის გეშინოდეს მაგრამ რაღაც წარმოსახვითი რაღაცეების ანუ მაგ დროს იმდენად არ ფიქრობ და უფრო იმაზე ფიქრობ რომ რაღაცა მოდი საით გავიქცე სად დავიმალო რომელი ხია უფრო სტრატეგიული აი იმდენ გადაწყვეტილებას იღებ და იმდენი სხვა რაღაცა და თუ რა ენთება ტვინში რომ
ხო და სად ვათამაშოთ ეს ბავშვები? აი რატო ეკითხებით ახლა რომ გამახსენეს დახუჭებანა და მე თელავში გავიზარდე, ეგეც კაი ფაქტია ნავარი. გურჯაანიდან მე თელავი და სულ ყველა გვეღადაება ჩვენ საყვარი ისტორია. მოკლედ სულ მაგაზე ყველა რო იგებს ხოლმე, მასში ხუბრობენ ხოლმე, მაგრამ მოკლედ თელავში გავატარე მთელი ბავშვობის ზაფხულები. ბებია ჩემთან რო ვიყავ და გიждდებოდი, ისე მიყვარდა. მოკითხვა ჩემ მეგობრებს ვის ერთადაც დამალობანოს ვთამაშობდი ელენე თუ მიხურებ მოკლედ დღემდე ძალიან ახლოს ვართ ყველა ვინც მაგ დროს ყველა ბებიებთან ჩავდიოდით თელავში რა და თელი უბანი ვთამაშობდით დამალობანას და ხუჭობანას მაგრამ მიყვარდა წელს ჩემი შვილები ბახმაროში დამყავს ხოლმე ზაფხულში ერთადერთი ლოკაცია სადაც იგივე განწყობას მივაგენი არის ბახმარო იმიტომ რომ არ არის სახლებს შორის ღობეები რა და რაღაცნაირად ასე თუ ისე მოკლედ მიდიოდა ეს ურთიერთობა მაგრამ აი სად უნდა ათამაშო ბავშვები თუ არ არსებობს ახლა რაღაც კომპლექსში თუ ცხოვრობს სადაც საერთო ეზო გაქვს კი მაგრამ მე მოკლედ არ მაქვს ეგეთი ეზო მეზობლებიც არ ყავს ბავშვები წესიერად აი ორი ბავშვი არის ისიც ცოტა სხვა საკ რა უნდა გააკეთო დღეს? აი მართლა იმიტომ ვკითხულობ, რომ ძალიან მიჭირს, რომ ბავშვებმა ითამაშონ სადმე თუ სპეციალურად არ წავიყვან. არასტრუქტურულად. ანუ აი არ ვიცი მე გამიმართლა ალბათ რომ მეც სოფელი მაქვს კახეთში, სადაც პანდემიის დროს 4 თვე გადავცხოვრდით და ეს აღმოჩნდა რომ ჩემი შვილის ხელა ბავშვები ძალიან ბევრი იყვნენ და ხან სასაფლაოებზე პოვლობდი ბავშვებს, ანუ მინდა გითხრა რომ მაშინ იყვნენ ოღონდ 5 წლის და 3 წლის, ხან კანაუებში ტალახიერებს და იმზენად რაღაც თავისი საყვარელი სამეგობრო გაიჩინეს, რომ დღემდე ძალიან უყვართ იქ ჩასვლა, იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება შტაბს აშენებდნენ და იდგნენ და არ ვიცი, ჩაქუჩით რაღაცას აჭედებდნენ. რის უფლებასაც თბილისში, რა თქმა უნდა, პარკებში ვერ მისცემ რა. რა არის მანდ არ ვიცი სწორი და გამოსავალი ძალიან მიჭირს ამაგაზე პასუხი მოვძებნა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია აი რაღაც ეგ არ ვიცი აუთენტური სოფლური გამოცდილება თუ რა ქვია რომ მაგის შესაძლებლობა ერთხელ მაინც კონდეთ ბავშვებს რაღაც არ ვიცი შეიძლება სოფელში სახლი იქირო და წახვიდა იმიტომ რომ რატომაც არა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლებში სხვადასხვა ძალიან ბევრი მიტოვებული სახლები არის დღეს ახლა ჩემი მეგობარი გურიაში ეძებდა ისეთ სასწავლის სახლი იყიდა რაღაცა იმას ანუ და თავის ხელით გარემოთ. მაგრამ ახლა რაც თქვი, აი აჭედებდნენ ლურსმებით, ჩვენ თამაშობანაში გქონდა ბანაკი ზაფხულში და ეს ყოველ ზაფხულს გვაქვს და წელს ამ ბანაკისთვის გამოვიწერეთ წიგნები, აქ არ წამოგვიღია, მაგრამ ესე ერქვა, რომ რაღაცა dangerous play, ხო, for boys და რაღაცა daring book for girls ესე ერქვა. ანუ რამდენად, ხოდა თქვით რომ მოგეთ ეს ყოჩაღების ბანაკი, რომელიც აი ყოჩაღი ბავშვები მთელი, მე პარკეტის ბავშვებს ვიძახით მთელი წელი რომ სხედან ესე მეცადინებობ ჩემი შვილები, ანუ ყველაზე არ ვიძახი კონკრეტულად ჩემ შვილებზე. როგორ უნდა აქციოთ ყაჩაღებად თქვით და მართლა მოვინდომეთ, რომ ინკლუზიური პარკში ვასეირნებდით რაღაცებს, მოკლედ ამ ცოტა risky play ესე ეძახიან ამ ტრენდს, რომელიც ძალიან აქტუალურია ევროპაში, თუნდაც რა ხალხი მე ბავშვებთან ერთად რა დავდივარ ხოლმე სამოგზაუროდ. ისეთი სასრიალოები, ხო, და სკანდინავიაში, გერმანიაში და მიუნხენის ზოოპარკში ისეთი სასრიალოები, რომ შეხედავ გული გაგისკდება, ანუ თავიდან თუ მომზადებელი თვალით შეხედავ, ანუ დიდი რკინის გაუგებრობა ადის ცაში და იქ როგორ რო აძვრა ეს ჩემი შვილი, აი გული მისკდებოდა მართლა და მე რო ვკითხავდი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს რისკი, ეგ არ ნიშნავს, რომ უნდა რისკიანი თამაში, ხო? არ ნიშნავს იმას, რომ უნდა რაღაც უსაფრთხოებაზე გავიდეს და რაღაც მართლა საშიშზე გადავიდეს, მაგრამ რისკიანი თამაში, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, იმიტომ რომ იქ რაღაც თავის შესაძლებლობებს გამოავლენს უფრო თამამი ხდება და თამამი ბავშვი და ცელქი ბავშვი დიდობაში არის მამაცი რა, მოქნილი და ადაპტური და მამაცი ხო რა არის შინაარსის და ჩვენთან ძალიან დიდი შიშია ამ რისკიან თამაშის მე ზუსტად ვიცი რა. იცი რა ალბათ ეგ ჩვენი მოხვეულია მე მახსოვს ერთი წიგნია შენც ეგ წიგნი there is no bad weather there is only bad outfit ანუ არსებობს ცუდი ამინდი არსებობს ცუდი ტანსაცმელი და დედა წერს ამ წიგნს რომელიც სკანდინავიელია და რაღაც მომენტში უწევს ამერიკაში ცხოვრება და იქ ადარებს ზუსტად ამ ბაღებს რა რომ სკანდინავიაში პირობითად ძალიან ბევრ დროს ატარებენ ბაღში გარეთ და მთავარია რომ რაღაცა ძალიან კაი თემა გაგახსენდა ახლა. ეცვას და ამერიკაში ამ დროს რომ გამოვდიოდი და ბავშვები ეტლით გამყავდა ზამთარში რომ ბაღში მიმეყვანა, ქუჩაში მიჩერებდნენ და პრობლემა ხო არ გაქვს ფეხით რატომ მიდიხარ და აი ყველაფერია ზუსტად დამრგვალებული კუთხები. ანუ მე ვფიქრობ რომ ხო გეთანხმები მაგაში რომ რისკი პლეი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მშობლების პასუხისგებლობაა რომ
ბავშვების უსაფრთხოება. ხო, საშიშად რო არ გადაიქცეს. ანუ რაღაც მომენტში იმდენად რაღაც ოქროს ხაზი არის ამ ყურადღებას და თავისუფლებას შორის, რომ არ დავაპანიკოთ ბავშვები და ზედმეტ მე ფოთოლი არ აიღო პირშარჩაი და არა მოსულა, ეგეთ შემეცნების პროცესი, ამით იმას კი არ შვებით, რომ ჭუჭყიან ფოთოლს არ უდევს ბავშვს პირში პირობითად ვიძახი ფოთოლზე რა. ამით შვებით იმას, რომ ცნობის მოყვარებას ყავთ ბავშვში, რაც არის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი დიდისთვისაც და ბავშვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თვისება რა. და ეს ტანსაცმელზეც გამახსენდა, ზუსტად კოპენჰაგენში მოვხვდით მე და ჩემი შვილები, ეს იყო მარტი თუ აპრილი, გაზაფხულისკენ მიდიოდა, მაგრამ ბავშვებს რა ეცვათ იცი ყველა ეს სპეციალური ტანსაცმელი იყო შუა სეზონის თლიანი ამოსაცმელი რა ის კი არა რომ ეხლა მაგათ რა ვასვერნებ ხოლმე ჩემ შულს აქ პარკებში მართლა ძალიან გამოპრანჭული ვსერნებთ ხოლმე ყველა ეს ქართველების გემოვნების თემა მაგრამ საერთოდ არ გვაქვს კომბინიზონები ხმარებაში კომბინიზონი გვაქვს მარტო ბაკურიანში გვაცვია კომბინიზონი მაგრამ უცხოელ ბავშვებს თუ დავაკვირდებით ხოლმე ვაკის პარკში ყველას აცვია დიდი ეს თლიანი კომბინიზონი რომელშიც გინდა წყახო ტყაფ ოღონდ ეს აცვიათ მაისშიც არ არის აუცილებლად თლიანი ხელებით იყოს აქ რომ აგრდება ხო და ეგ ძალიან მაგარი რაღაც გაგახსენდა შენ რომ არ არსებობს ცუდი ამინდი არსებობს არაშესაფერისი ტანსაცმელი მე არ მინდა ოღონდ იქ მივიდეთ რომ რაღაცა განშაში ხო ადამიანებს გამშვით იმიტომ რომ მგონია რომ მშობლობა არის სტილი რომელიც რაღაცა შენი პირადი იდენტობიდან მოდის და შენი სტილი გაქვს მე ეგ მშობლობის რომელსაც ირგებ აქედან გამომდინარე ანუ ყველაფერი მგონია რომ ოკეია რასაც მშობელი გადაწყვეტს რომ იმიტომ რომ ისედაც დღევანდელ მშობლებს ძალიან ბევრი განსაცდელი გვაქვს, რეალურად მშობლობის გზაზე. ამიტომ ვიფიქრე. აი, მოდი, მაშინ მანდ გავაგრძელებ რა, არანაირი განსჯა, ეგ ვიცით, არ გჩვევია არც მე და ნაუს, არც ზოგადად არაფერს ამ მიმართულებაში, ამიტომ მშობლები ახსენდა, თქვათ ეგეთი რაღაც რა, რომ კაი, ბავშვებში ეს ცნობის მოყვარება, თამაშის სიყვარული ძალიან ბუნებრივად არის, რომ ვიზრდებით რაღაცნაირად ეს გვეკარგება, მაგრამ ხო და აქ საინტერესოა როდის ვამთავრე, როდის ვასრულებ თამაშს, მაგრამ ეხლა გავიხსენებ, მე და ნაო დავდივართ ხოლმე გერმანიაში, არის ეგეთი შპილვარენ მესე, ეს არის სათამაშოების გამოფენა, ყველაზე დიდი, სადაც თამაშობენ სულ იღებს ხოლმე მონაწილეობას და რამოდენიმე წლის წინ რო ვიყავით, ნაო ჩამოიტანა, უბრალოდ ნაო იყო, იმიტომ რომ მე ვერ წავედი და ჩამოიტანა იდეა, თავარი ტრენდი, რომ აი სოფლიო ტრენდი არის kidults, ესეთი სიტყვა რა, დიდი ბავშვები, ხო? და რამდენად მე წელსაც გქონდა კონფერენცია ამ ხალხთან და თქვეს რომ 100% სათამაშოების ბაზრიდან 30 თუ 40% მომხმარებლები ამ სათამაშოების ყოფილან დიდები. ხო და რეალურად ძალიან მაგარი ტრენდი არის და მაგაზე ხარ ვილაპარაკოთ, რატო არის ის რომ აი ამ ბოლო წლებში ეს დიდები, მშობლები, რაღაც kidultები იბრუნებენ ბავშვობას რა და რა გზებით აკეთებენ მაგას. ხო, 3 წლის წინ იყო ზუსტად ეს კონფერენცია, სადაც როგორც უბრალოდ კონფერენციაზე, რომ პოტენციური სეგმენტი ესე ახსენეს kidultები, kidultები არიან ბავშვი დიდები, ხო, მაინც რომ ბავშვი დიდები. დეფინიცია რომ მიცეთ ქართულში. და ამის შემდეგ, 3 წლის მერე ეს kidultები გახდა უკვე ტერიტორია გამოფენაზე, რომელზეც ახლა შესაბამისი სათამაშოები გამოიფინება. მართლა ცალკე მიმართულება. ჰოლი, სადაც არის kidultების სექცია და აქ არის ძალიან გეღოწები რამე მაგალითი გიყა საკოლექციო, მაგალითად მატარებლების ძალიან ლამაზი კოლექციებია. არ ვიცი, ლეგო ავიღოთ ნი 99 პლუსი დააწერეს პირდაპირ ბოქსებზე. ძალიან კარგია, იმიტომ რომ ადამიანებში თამაში და მგონია რომ ამას უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, აღვიძებს აი ამ რაღაცა play mindset-ს, აღმოჩენების გზას, რაღაცა ადვილად სტრატეგიულად გადაწყობას, რაღაცა ერთი იდეიდან მეორეზე, აი ამ რაღაცა შიშის ადვილად ძლევს ადამიანი წაგების შიშს და შესაბამისად უფრო თავისუფლად და ლაღად აზროვნებს თუნდაც ცნობის მოყვარეობას და რაც თავი ლაღად მუშაობ რა. იმისთვის კი არ მუშაობ რომ იცხოვრო. მუშაობ, შენი ცხოვრება ნაწილი იქცევა მუშაობა რა.
ძალიან კაია. ამიტომ ხო არ ვიცი ძალიან აი team building-ები მაგალითად ხარ რატო არის რომ team building ჩვენ გაგვიკეთებია კი კომპანიებისთვის team building-ები და რატო არის აი team building-ებში და ზოგადად უკვე ძალიან ბევრ კორპორატიულ სტრუქტურებში შემოვიდა gamification-ი ხო gamification ანუ რაღაცების გათამაშება იმიტომ რომ რაღაცა როლებში როდესაც შედიან ადამიანები უადვილდება ასჯერ უფრო ჩქარა სწავლობა. ახლებური იდეების აღმოჩენა. ძალიან ბევრი კორპორატიული თამაში გვაქვს გაკეთებული. კი, აი, რატო? იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა, იმიტომ რომ თამაშის დროს ადამიანი 40-ჯერ თუ სწორედ ხო, რაღაც 400-დან ჩამოდის 1000-ზე. უფრო მეტად შეიმეცნებს იმ მასალას და გვაქვს ეგეთი თამაშები, მაგალითად Global Compact-ის მიზნებზე გაკეთებული, რომელიც აი ესე რომ დაждდა სუპერ რთულია, რომ დაიმახსოვრო. რაღაცა სხვადასხვა ცნობიერების ამაღლება. ფინანსური განათლება ახლა მაგალითად მთელი რაც კი პროექტები გვაქვს წელს ესეთი შემეცნებთ მიმართულების უმეტესობა მიდის ფინანსურ განათლებას. რამდენი კომიქსი გვაქვს ბიუჯეტირებაზე, სპექტაკლები, ფინანსური სპექტაკლი დავწერეთ ახლა. მაგისტრის 100% და კიდე რა დაკვირვებაც გავაკეთეთ მე და ნამდე ეგეც მინდა გაგიზიაროთ არის ის რომ ადრე სპექტაკლებს რო წერდით და ისე გვაქვს გაყოფილი რაღაცა სცენარის ნაწილში ტექსტების ნაწილს დავწერ ხოლმე მე ნაუ ჩასვლა შიგნით მედიტაციას თორე თან ამ ყოველფერთან არ გავაცანი ხალხს შენი თავი ახლა კოუჩიც არის მათ შორის რა არა პრაქტიკოსი გავლილი მაქვს უბრალოდ აი ეგრე აპატარავებს ხოლმე ამის მნიშვნელობას არის და ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ რომ ისეთი მაგარი პრაქტიკებს ვსვავს ხოლმე სპექტაკლში რის გამოც მე ადამიანები ამ სპექტაკლებს რეკავენ და გვეუბნებიან რომ აი სამკურნალო სპექტაკლზე გვინდა ბილეთები. ხო და მაგალითად ამ სპექტაკლებს რო ვდგავდით განწყობა იყო ისეთი რომ ბავშვებისთვის ვაკეთებდით თავიდან და მართლა იმიტომ რომ ბევრი სავარჯიშო იყო ბავშვებისთვის და რაღაც მომენტში და აი ხო ვესწრებოდით ყოველ სპექტაკლს იმიტომ რომ ჭკუა გვეკეტება ისეთი შედეგები რომ აი ბავშვს რომელსაც ცხურის ოპერაციის გაკეთება უნდა და აღარ უნდა შეუყვარდა თავის თავი ვიღაცა ვერ იძინებდა და დაამარცხა შიშები ვერ შედიოდა ოთახში და სიბნელეში და ანუ დაამარცხა დავაკუჭინეთ ხო მე თვითონ დავიძინება უცხო აი ნუ მოკლედ მართლა თუ არ ხართ ნამყოფი პატარა რეკლამის პაუზა მოდით თამაშობენ ეს თეატრში ხო და რაღაც მომენტში დავიჭირეთ ვარჯანიშვილში იყო ეგ სხვანში ვდგავდით მაგ დროს ჯერ თამაშობენ თეატრი არ ქონდა დავიჭირეთ ის რომ მშობლები პირველი ის რომ თვითონაც უნდათ რაღაცები გააზიარონ და მეორე უნდათ რომ იყვნენ თავის შვილისთვის მაგალითები სილაღეში ამ გამოხატვაში და რაღაც კითხვას თუ ბავშვს უშავდა იმას ერიდება და მშობლები გპასუხობდნენ რომ იმისთვის რაღაცა მოდელი ყოფილიყო ამ ქცევის. ამიტომ ახლა ყოველ სპექტაკლში ჩავრთეთ მშობლები მაგ კუთხით და მშობლებსაც ვართავთ და ძალიან მიყვარს ეგ ამბავი. მაგრამ გონია რომ მოკლედ მშობელი არის ძალიან დიდი მაგალითი ბავშვისთვის რაღაცებში. აი ჩემ მაგალითზე ვიტყვი, მე არ მაქვს არც მენა, არც ხმა შენიცი და მთელი ცხოვრება მეგონა რომ ვერასდროს უკვე აი დეცა მივალ აქ და მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ დედაჩემი ფანტასტიკურად მღერის რაღაც გუნდშიც მღეროდა ახალგაზრდობაში და მე მამაჩემის გენი გამომყვა და მოკლედ სულ ის იყო რომ მამას მოკითხვა, ის იყო რომ ეს ჩიქოვანები ვერ მღერით კარგად და ნუ ჩაფარცხებული მქონდა ეს ჩემი სული მეგონა კოსმოსში უფრო გავუფრინდებოდი ვიდრე სიმღერას დავიწყეთ. მაგრამ ჩემ შულს ძალიან კაი სმენა, გილუ წავიყვანე სიმღერას და მე რაღაც მომენტში მივხვდი რომ აი რატო არა? ანუ რატო არა? ეხა ანუ ვინ თქვა რომ დიდები არ მღერიან? დავიწყე სიარულის სიმღერაზე კიდე 1000 სხვა რაღაცას დავდივარ, მაგრამ მაგალითს ვიტყვი სიმღერის და კი, შეიძლება არ მაქვს იდეალური სმენა და მან ეს რა ქვია მაგაზეც აღარ გავჩერდები, მაგრამ იმდენად მაგარი მაგალითია ჩემი შვილისთვის ეგ, რომ გონია რომ იმდენ რაღაცა ცდილობს ახლა არასდროს არ დამიძალები არც ერთ სექციებზე ისე ხო იცი აი ბავშვებიდან რომ 1000 რაღაცაზე მიყავთ, მე უბრალოდ არ მიქნია ეგ, მე არ მართლა 0 განსჯა ვისაც მოწონს ამას აკეთებს, მე არ გამომდიოდა დაორგანიზებ ამ ყველაფერს. მაგრამ აი დღეს ის რომ ილო თავისი ინტერესით დადის არქიტექტურაზე, სიმღერაზე, რაღაცებს თვითონ შვება, თვითონ აორგანიზებ. მგონია რომ ეს არის, იმიტომ რომ მივეცი რაღაც მომენტში ბევრ რამეში მაგალითი რა. რაღაც მაინდსეტის ეტაპი ეგ არის რა. რა უბიტკო მაგ. მე ჩვენ ერთ თამაშს დამახსენდება კიდე ასოციაციო ბანარო გვაქვს ეგ არის. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სამაგიდო თამაში, რომელიც მე და შენ ერთად გავაკეთეთ სხვათა შორის. მაგაზე მახსენდება ერთხელ ვითამაშეთ რაღაც ტოპ მენეჯმენტი ჩემ მეგობრებს ესე ვიჯექით ამ თამაშს თამაშობდით და ნუ ჯერ იყო რაღაცა ბევრი თამაშები გამოვიტანეთ კოდ ნეიმი რაღაცა ანუ და მითხეს ვარავა ის შენი თამაში გამოიტანა და
ანუ ძალიან ეხმარება ადამიანს, აი რაღაც განტვირთვაში, ერთი, მეორე რაც მაგ დაკვირვება უშუალოდ სამაგიდო თამაშების თამაშიც, დროს თუ იქნება რავი, არ ვიცი, მაფიოზობა და თუ რაღაცა სხვა თამაში, ძალიან ადვილად შეგიძლია გაიცნო ადამიანი. ანუ იმდენად ბუნებრივები მე იც როგორ არ მიყვარს მაფიოზობანა. არ ვიტყოდი რომ მარტო მაფიოზი. ანუ ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც ანუ აი ასოციაციებანაში აი ძალიან სარკესავით გაჩვენებს ადამიანი. რაღაც მომენტში ვფიქრობ რომ შეიძლება რეკრუტინგის ძალიან მაგარი 100% შესაძლებლობაც იყოს, იმიტომ რომ თუ მაფიოზობანას თამაშებენ ხოლმე რაღაცა გასაუბრების დროს უეჭველი ვიცი რომ ჩახსნის ძალიან ბევრ კანდიდატს, იმიტომ რომ ისეთი მაგრამ ჩანს როდის ანუ რამდენად შენში არის ეს რაღაცა მოტყუები, ის არ ვიცი. აი რაღაცა ძალიან არ მიყვარს. ძალიან მაგრა დაჩვენებს ვინ არის რეალურად ადამიანი და ხო არის გამოთქვა რომ შენ მეგობართან ერთად ერთხელ მაინც უნდა წახვიდე მოგზაურს. მე მგონია რომ ერთხელ მაინც უნდა ითამაშო სამბაგიდო თამაში, თუ გინდა რომ გაიგო ადამიანი შენი ნამდვილი მეგობარია თუ არა. იმიტომ რომ ძალიან აწმყოში ხარ რა და იმდენად ეს რაღაცა ესეთი ვარ, ისეთი ვარ, ესე გავაკეთე. ანუ არა, ძალიან ბუნებრივი და ავთენტური ხდები ადამიანი და ნუ აი მაგ მხრივ ვფიქრობ, რომ ეგეც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხილსაწყო უკვე კორპორატიულ სამყაროში, როგორც შეიძლება ადამიანები დაატრენინგო და გაიცნო და ემუშაო მათ სხვადასხვა სკილების განვითარებაზე რა. ხო, აი მაგაზე ორი სიტყვით თქვი, შენი აზრით, ეს არის რაღაცა, რაც მარტო უნდა ხდებოდეს ოფსაიტებზე და როცა მიდიხარ team building-ზე, თუ რაღაც მომენტში ყოველდღიურ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა თამაშობანაში ძალიან ბევრი თამაში გვაქვს რა, ყოველდღიურობაში. არსებობს ისედაც ინტეგრირებული, ანუ აი განვითარების სისტემა, რასაც HR-ები აკეთებენ აქტიურად რაღაც არ ვიცი, ეს reward-ები, ანუ რაღაც არ ვიცი, გმირად ერთ-ერთი კომპანია, რომელთან ერთადაც ძალიან აქტიურად მუშაობს და ძალიან მიყვარს ალდაგი, აი მათ ჰქონდათ ეს რაღაცა ესა ნათლობის ცერემონიალი, სადაც ჩვენ რაღაცა 6 თვის მერე გმირად ყურთხეს, იმიტომ რომ 6 თვე თამაშობანაში რეალურად გაიარე და დარჩი ეს ნიშნავს, რომ შენთვის ძალიან ავთენტური არის ეს გარემო, სადაც მუშაობ და თავს არა. მგონია რომ ისედაც არ აძალებს ადამიანი თუ თამაშობანაში მოდის, მგონია რომ ისედაც იცის რისთვის მოდის, იმიტომ რომ ანუ რაღაცა ძალიან ბავშვებთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ გიყვარდეს ხო ბავშვები. სხვანაირად ვერ გაძლებ უბრალოდ ავტომატურად ნიშნავს რომ თამაში უნდა გიყვარდეს. თამაში და ბავშვები რა. და რაღაცნაირად მე ხვდები რომ საინტერესო არის რომ მე და ნაუ თამაშობანას რა ვაკეთებდით, კი გავიხსენეთ 5 თვის წინ სულ რაღაცა, მგონია 100 წელია გახსნე ახალ თამაშობანაში, მაგრამ მანამდე მართლა 3 წელი ამისთვის ვემზადებოდით. ანუ იმდენი რაღაცა ვქონდა. სტაფი და თანამშრომლები ყავდა მართლა 1 წელი აყვანილი რომ აი დაწყებისთვის ყველაფერი გაგვეკეთებინა და იქიდან 2 წელი ვიმუშავეთ კორპორატიულ კულტურაზე. მართლა ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ ჩვენ საყვარელ მარიამთან ერთად. იქ იყო იმდენი მომენტი, რაც მგონია რომ უნდა კომპანიამ გაითვალისწინოს ხოლმე, აი HR მიმართებით. ვიცი რომ დიდ ბანკებში, ხო მეც ბანკში რომ მუშაობდი, ეგ კულტურა ძალიან დიდი არის, იმიტომ რომ ცალკე დეპარტამენტია ვინ ზრუნავს ეგეთ რაღაცებს, მაგრამ პატარა კომპანიებში არ არის ფუფუნებაც არ გაქვს, რომ ცოდნაც არ გაქვს მაგის რა და ეხლა ჩვენ ამისთვის მართლა ბევრი ვიკულიათ, ადამიანი ავიყვანეთ, რაღაც ფინანსური რაღაც ჩავდეთ, რომ ეს კულტურაში ეს თამაშები შემოგვეტანა რა და მგონია რომ აი ორი სიტყვით მაგაზეს თქვათ, რამდენად ეხმარება კულტურას აი ეგეთი რიტუალები, თამაშები და აი თუნდაც ეს გმირად კურთხავ 6 თვის მერე, თუნდაც ის რომ რაღაცა ყავს შენი მოთამაშე კაპიტანი, რომელიც რომ მოდიხარ სამსახურში გეუბნები რომ ეს არის შენი ბადი, ანუ ადამიანი ვინც გეხმარება რომ რაღაცები გაიარო და აი რაღაც ეგეთი მომენტების მნიშვნელობაზე ხო არ ვიტყოდით ორი სიტყვა. იცი რა, თამაშებზე კი ვლაპარაკობთ, მაგრამ მე მგონი ანუ ჩვენთვის გარდაუვალი მომენტია ეგ, რომ აი ძალიან რთულია კომპანიების პატარა სტარტაპებიდან გადასვლის ფაზა ცოტა დიდ კომპანიობაში, ხო? ანუ აი თვითონ ეს გარდამავალი ფაზა იმდენად რთული და მტკივნეულია, რის გამოც მე და შენ ხვით, რომ ოკეი, მოდი დიდი ხანი მოვემზადოთ ამისთვის და შესაფერისი ადამიანები მოვუწებდოთ თვინცა ტრანზიციაში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი აქამდე ვერ მოდის კომპანია და ეს არის სადაც იშლება. მე არ ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ ვართ, მგონია რომ ბევრი რაღაცა გვაქვს დასახვეწი, თუმცა საკმაოდ დიდი მიმღებლობა და მოთმინება გვაქვს იმისთვის, რომ აქამდე მივიდეთ რა. მაგიტომ აი რასაც აქ ნინიდან ვფიქრობდნენ, როგორ უნდა მივიდეთ იქ, სადაც ახალი დირექტორი ყავს, ახალი გუნდი და არ ვიცი 16 ჯერ გაიზარდა ალბათ ჩვენი გუნდით. ანუ ყოველთვის ვერ ელაპარაკები იმისთვის, რომ გააგებინო
რა იყო იდეა თამაშობანას უკან, რის გამო შეიქმნა თამაშობანა, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ღირებულებები გადავიდეს ზუსტად კულტურაში რა. ანუ ის რომ რაღაცებს სულ თამაში თუ აკეთებს და ის სიტყვა თამაში, ხო? ხალისხი, რომელიც არის ხალისი და ხარისხი. ჩვენი სიტყვა არის ხალისხი, რო გამოგწევთ. ანუ აი რაღაც ეგეთი პატარა დეტალები, ტერმინი, გამარჯობანა, ისო გამარჯობას არ ვიძახით და გამარჯობანას ვიძახით რა. გონია რომ აი ეგეთი პატარა დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიდის ხო მენეჯმენტში, როგორ ვრცელდება კულტურა ზემოდან ქვემოთ რა და აი ესეთი პატარა დეტალები, რაც აი თამაშით გეხმარება რომ რაღაცები აკეთო. ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შენი ღირებულებები როგორც სამფუძნებლის ჩამოვიდეს ქვედარგოლში. ხო და შენ როგორც დამფუძნებელი, სერიოზული ქალი, ანუ ჩვენ ორ შორის ნავარი, არა, რას სერიოზულად იმას ვიძახი, რომ ნავარი ადამიანი, რომელსაც აი აქ ხედვა ძალიან გლობალური რა. მე ანუ 100% ვიცი რომ ეგ არ მაქვს. ხო. არა, 100% არის ადამიანი ნაურო არა, ანუ ამ ადამიანს შეუძლია რომ აი ყველაფერი ზემოდან დაინახოს რა. ხო და შენ აი როგორც გლობალურ ადამიანს, რამდენად აი გლობალურ მოქალაქეს რამდენად თვლი რომ არაუშავს თუ არასერიოზულად აღიქვან. აი რა მინდა ვთქვა, ბევრი ადამიანი როცა არის დიდ პოზიციაზე, როცა რაღაცა დიდ გუნდს მართავს, ანუ კორპორატიული შოკოლადი რო არ მოყვება შენ ახალ კორპორატიულ ცხოვრებაში. დაიცა როგორ? კორპორატიული შოკოლადი არის ჩემი საყვარელი სიტყვა, რაც ნიშნავს იმას. არ ვიცი რა არის. ანუ ძალიან რთულია, როდესაც მოდიხარ, აი შენც და მე დიდი ხანი მუშავდით კომპანიებში, რომელსაც ანუ დიდში საკმაოდ. რომელიც საკმაოდ ნიშნულოვანი კომპანიები იყვნენ ქართულ ბაზარზე და გაგულიანებდნენ იმისთვის, რომ აი ძალიან თამამი მოთამაშე ყოფილიყო. ხო, 100%. მოდიხარ, ხვდები ამ ეკოსისტემას და არ მოყვება კორპორატიული შოკოლადი. მაგალითად, არც ერთი ძალიან კაი შოკოლადებში ვიყავი ბანკში, საჩუქრები, ბილეთები, ყველგან ანუ პრობლემოთ ანუ რო მოხვედი, ანუ აი ეს რაღაცა და ძალიან კაი იყო და ზეიმები, მუდმივი გართავრა კაი. ჩემი მთავარი გააზრება, ანუ გარდა ანუ არ ვიძახი იმას, რომ რაღაცა ფიქსირებული ხელფასი, რომელიც სტაბილური ცხოვრების შესაძლებლობას გიქმნის, ძალიან დიდი ემოციური კომფორტი არის, ანუ კორპორატიული შოკოლადი კიდე ამ ყველაფრის უკან რა. თუმცა მგონია რომ მეც და შენც რაღაც მომენტში მაგის მზაობა და მიმღებლობა ბოლომდე გქონდა რომ ეხლა თუ არ ვცადეთ ჩვენით, დრო იყო რა. ბევრად უფრო რაღაცა ჩვენ დავიწყეთ კეთება შოკოლადების? არ ვიცი, ჩვენ დავიწყეთ. ხო და აი შენ უყურე შოკოლადს რო აკეთებ პირობითად და ხარ ეს რაღაცა ანუ აი რა კითხო უფრო იმათვის არის, ვით მართავენ გუნდებს. რა საიდან რა თემაზე გადავიდით? ხო და მეც რაღაცა დავაბრუნებ ახლა, მაგრამ უცბე ეგეც მნიშვნელოვანია რა. ანუ ხო არის არ ტეხავს თამაში, მოკლედ აი ეგ მინდა ვთქვა. ხო, ანუ მან მივდიოდი მესა დამაწყდა. გამოფენას რომელსაც თქვით ეს შპილვარენმესი, სადაც 70,000 ადამიანი ესწრება ყოველ წელს და როდესაც აქ პირველად ხვდები და გამოფენაც ბავშვები არ არიან დაშვებული ეგეც თქვა. 16 წლამდე იცით რა. სოფლიოში ყველა გამოფენაზე, წიგნების გამოფენაზეც კი რო დავდივართ ბოლონიაში, იქ ბავშვებს უშვებენ. მარტო აქ არის აკრძალული ბავშვები და გული გაუსკდება. იმიტომ რომ უფროსიც კი და ჩვენ გვინახავს ჩვენი თვალით, როცა პირველ წელს ჩვენც ეგრე ვიყავით გამოფენაზე ჩაეყავსო, გავიწყდება ყველაფერი, იმიტომ რომ მთელი შენი ბავშვობის ოცნებები, ანუ შოკი აღდგენია ყველაფერი იქ არის. 10 პავილიონი სათამაშოების, ხო აი და სერიოზული კაცები, რაღაც ჩემოდნებით ლეგოზე ხო. აი სერიოზულობაზე მივედი. რაც დაგვავიწყდა. ანუ ხო, ხშირად არის რომ აი რაღაცა თამაშობა ნახარს თუ რაღაცა. ხო, ანუ მე მგონია რა, ეგეც არის ცოტა ეგოს მომენტი და შენი იდეა არის ზუსტად იმ ხალა რომ ხალხსაც შენ ხედავ რა. ანუ და ამას ცხადად და მკაფიოდ ხედავ თამაშობანაზე, იმიტომ რომ როდესაც თამაშობანა ჩვენ თავში იყო სტარტაპი, ჰენდკრაფტერი იყო სტარტაპი და ჰენდკრაფტერი. როდესაც თამაშობანა და თქვით, რომ ოკეი, ახლა დრო არის რომ ცოტა გაუზარდოთ და მეც ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა რომ თამაშობანაში სტუმარი გახდეს, გაიზარდა რა. ზუსტად იგივენაირად არის ეგ ამბავით, იმიტომ რომ ამ გამოფენაზე მინახავს ისეთი სერიოზული ადამიანები და ისეთ სერიოზულ მოლაპარაკებებზე, რომელიც აი შეიძლება დათუნიათი მოდიოდეს პიჯაკში გამოწყობილი ადამიანი თავისი ჩემოდნით, რომელშიც რაღაცა ბევრ კატალოგებს ალაგებს და იმდანაც სერიოზულად გამოიყურება, რომ მან ვიხდი, რომ ანუ ეს არ არის არც შინაგანი მდგომარეობა არის. ეს არის შენ როგორ ხედავ შენ თავს, ანუ სასაცილოდ და სათამაშოდ თუ გამოიყურებ.
მამია, და თამაშობანაზეც ხო ვიძახდით, რომ ანუ რო ვაკეთებით მაგას ვამბობდით, რომ რაღაც ბავშვის გულით, მაგრამ მშობლის გონებით ვაკეთებთ რა, იმიტომ რომ ერთია რომ მაგრამ აი რაღაც ამ სტრატეგიებზეც რომ მუშაობთ ორ-ორი პოლუსი გქონდა რა, რომ კი გვინდა რომ ვიყოთ რაღაცა თამამები, ლაღები, მაგრამ თავზე ხელ აღებულები არ გვინდა რომ ვიყოთ. ანუ ძალიან ბევრი მუშაობთ მაგაზე, ახლა შეიძლება რაღაც მომენტში არ ჩანს ეგრევე რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ, აი თითო სიტყვაზე და თითო რაღაც მომენტზე, რომ გქონდეს აი სწორად ვიცოდეთ, რომ ამას ვაკეთებთ, მაგრამ არ ვაკეთებთ რაღაცა უპასუხისმგებლად, ანუ მშობლის ტვინით და მართლა დიდ რესურსს დებთ, აი მაგ კუთხით დისციპლინით და რაღაცებით და ეს ბალანსი, ანუ ჯერჯერობით არ დაგურღვევია, მე მგონია რა, თან გართობაც ვისით, თან სერიოზულადაც. მე არ მახსოვს უბრალოდ რამხელა არის ეს ჩვენი ინდუსტრია სათამაშოების და ზოგადად დიდია, სოფლიო თუ საქართველო? ხო, სოფლიო, მაგრამ საკმაოდ დიდი და საკმაოდ ესეთი სოლიდური წილი უკავია. ხო, ძალიან. საერთოდ და თუ მაგაში კიდე ვიდეო თამაშებს ჩადებთ და რაღაცა, ეგ საერთოდ ასტრალშია თათვალე ერთად. ხო, აი საქართველოშიც კი ახლა შენ სათამაშოების ქართული სათამაშოების თემა ახსენე. საქართველოშიც კი ჩვენ როცა ამ ბაზარზე შემოვედით, არც ერთი სამაგიდო თამაშების წარმოებელი ქართული კომპანია არ იყო და მაშინ მახსოვს გადავწყვიტეთ რომ თამაშებს გავაკეთებდით მხოლოდ ქართულად მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ცდუნება გქონდა იმიტომ რომ ეს საექსპორტო გამოფენები და რაღაცები ბევრი იყო თქვით რომ გავაკეთებთ ქართულად იმიტომ რომ ქართველი ბავშვებისთვის ქართული თამაშები არ არის რა როგორც წიგნები, რასაც ვაკეთებ. ხო, ეხლა დაახლოებით რაღაცა ჯგუფი მქონდა შექმნილი ქართველი მეწარმეების ან აი გლობალური მეზორ ვლაპარაკობ ამას გულის ხო რომელიც დამავიწყდა და ჩემმა მეგობარმა ასევე ამ ინდუსტრიიდან შემახსენა ამ ჯგუფის შესახებ და რომ შევედი 88 მეწარმე. ანუ ასოციაცია ქონდა სათამაშოებს გაკეთებული და არ ახსოვდა რომ ქონდა. არა, მახსოვდა, მოდი არ იყო აქტუალური რა. ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რა, ძალიან ბევრი რაღაცებია საქართველოში, რასაც ჩვენ როგორც თამაშობანა ვაკეთებთ და ვაკეთებთ. მათ შორის აი ეს რეგულაცია რაც არის უსაფრთხო სათამაშოზე, მახსოვს მე შენ ომბუდსმენთან რო ვიჯექით გახსოვს დათო, ანუ ეს იყო ჩვენი მეწარმეობის პირველი წლები, დაორბოდით ჯერ ომბუდსმენთან, მე ეკონომიკის სამინისტროში და ვითხოვდით რომ სათამაშოებზე შემოსულიყო რეგულაციები, იმიტომ რომ ხო შემოვიდა ბევრი ბავშვი, კი ძალიან ბევრი ბავშვი და ტაში არ მესმის მაქედან დათო დავადოთ ტაში ამას ხო და ძალიან ბევრი кейსები იყო, როდესაც ბავშვები იწამლებოდნენ რაღაც ფიზიკურად ჯანმრთელობას, მე საფრთხე ექნებოდა და ძალიან მიხარია რომ ანუ თამაშობანა და მე და შენ არ ვუდგებით ამ ყველაფერს როგორც აი ზედაპირულად ბევრ რაღაცებს ვაკეთებთ. აი მან მინდა დაგაწიო ერთი ამბავი, რომ სულ ყველა გვეკითხება ხოლმე, რომ სკოლის გახსნას არაპირებთ, ამ ბაღს როდის გახსნის და ანუ ქონდათ ცუნება მართლა აი რაღაც შვეიცარიულ სკოლას ველაპარაკებთ, მაგრამ დროულად დავსტოპდით, იმიტომ რომ საკმაოდ განვითარებულია ეგ ბაზარი საქართველოში და ბევრი კარგი სკოლაა რა. ანუ ჩემი აზრით ახლა აურჩევებულად ხო ბაღიც მათ შორის. ანუ ეს სფერო სადაც მე და ნაუ ვართ იმდენად დასახვეწია, რომ გონია რომ აი იქ სადაც თან ძალიან გვიყვარს თამაში, მოკლედ რა და მგონია რომ ამას მივაწვეთ კარგად. ანუ მე მგონია რომ თამაში არის, თეატრიც თამაში არის, კლასობანაც რაც არის შემეცნების და სწავლის ერთ ჩვენთან რაც გვაქვს კურსები არის შემეცნებით და არა მაინც და მაინც კლასიკური საგანმანათლებლო რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხმარება ბავშვებს რომ აღმოაჩინონ რა მოწონთ თუნდაც რა ხშირად არის რომ აი კურსებზე რომ დააყვავს დედებს აი ვირჩევთ და ინგლისური მათემატიკა ქართული აი ეგ თქვი კარგად ხო და მე სად არის ანუ და ვცდილობთ რომ ღამემდე დავაკავოთ რომ კომპიუტერებში არ შეერდნენ ძალიან კარგია მაგრამ ანუ სად არის ბავშვისთვის სახალისო კურსები არ ვიცი პირობითად ის სადაც თვით რეალიზებას რაღაცა ფრთების გამოსხმას ცოტა თამაში ეძლებს რა მოსულა რომ კურსი იყოს არა აკადემიური. აუ ეს მინდა რომ კარგად გავიმეორეთ, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი გვანცა თუ გვისმენს, სულ მაგას მეუბნება და რომ მე მინდა სულ შედეგი, ან თუ რაღაცას გავაკეთებ, ან თუ რაღაცას გავატარებ ბავშვებს კურსზე, ბევრი მივსჯელეთ ამ თემაზე მე და გვანცავ და ანუ არ მაინტერესებს, ჩემთვის თავარია რომ აი ბოლოში გავიდეს შედეგზეო რა და ის რაღაც სათამაშო 1-2 მოსვლა კურსები ჩემი არ არის. ანუ ახაც გაკ შედეგი იყო ემოციური ინტელექტზე და ბავშვის თავისუფლებაზე და ისეთი სკილების განვითარებაზე, რომელიც არ არის დაწერილი ნიშანი
რაღაც არ ვიცი აპში თუ ჟურნალში ხო და იმად ერთხელ უსმენდი ინტერვიუს რომელიღაცა ინგლისელი მსახიობი იყო რა მოკლედ და ეკითხებოდა ეს ამერიკელი ინტერვიუერი რომ როგორ მოხდაო რა ეს მთელი ინგლისელი თავარი ესეთი ტოპ მსახიობები ვინც ხართ და ყველაო რაღაც ერთი სკოლიდან ხართო თუ ერთი წრიდან ხართო რანაირად მოხდა და ეს ბიჭი ზახდა რომ ანუ თავარი ინგლისის განათლების პრობლემა ეგ არის რომ საჯარო სკოლებში საერთოდ არ არისო არაფერი ხელოვნებასთან დაკავშირებით რა ანუ თუ აი ეს კურს სამსახიობო მიმართულება რაღაც თუ გინდა ეგ მარტო რაღაც აი ამ კერძო სკოლებიდან ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა ეგეთ სკოლებში დავდიოდითო რა და მე იმას ვფიქრობდი რომ ჩვენ არა ვიცი იმდენად საბაისო განათლებაში არ გვაქვს აი არასტანდარტულია ახლა იმიტომ რომ არ გვაქვს თორე ავსტრალიაში ძალიან სტანდარტულია ეგ სკოლაში რომ შედიხარ ირჩევ რომელ ინსტრუმენტზე გინდა დაკვრა და სკოლის ბოლომდე უკრავ ანუ მაგ ინსტრუმენტზე ორკესტრში და განათლების სისტემაზე ხარ გადავიდეთ იმიტომ რომ მეორე სერიაში გავავალთ პოდკასტი მაგრამ შემდეგი იყოს მაგრამ აი მე კითხვა იყო ის რომ ხო არ უნდა იყოს უფრო მეტი წვანე შუქი მშობლისთვის რომ აი ეგეთ არა სტანდარტულ რაღაცებზე ატარო ბავშვი. რა მე ბავშვობაშიც რას დავყავდით ჩემს მშობლებს curling-ზე. Curling-იც რომელია? ეს რო ხეხავე. ანუ ყინული რო არის და ანუ მაგაზეც კი დავდიოდი გესმის. მე არ ვიცი მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მენტალურ განვითარებასთან ერთად ვაღიაროთ მშობლებმა რომ ადამიანებს გვაქვს ემოციური ინტელექტით და ამ რაც უფრო მნიშვნელოვანია წარმატებისთვის ხშირად. დიდი მხარდაჭერა ჭირდება, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი წელი გადის, უფრო აქტუალური ხდება ემოციური ჯანმრთელობა ადამიანების. მათ შორის მით უმეტეს იმიტომ რომ გაჯეტები უფრო მეტად შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, რაც პირდაპირ ჩვენ ემოციურ ფონზე მოქმედებს. ამიტომ არ ვიცი, მე პირადად როცა კურსებს ვირჩევ და ვადგენ რაღაცა გრაფიკს, თუ მინდა რომ ჩემი შვილი ყოველ საღამოს დაკავებული იყოს, აუცილებლად ხელმძღვანელ პროფესორო ვირჩევ როგორც აკადემიურ კურსებს, რომელიც რაღაცა კონკრეტული და განვით მათემატიკა პირობითად არ ვიცი რა, რაშიც დახმარება ჭირდება, ან რაც უფრო მეტად უნდა რომ განუვითარდეს თვითონაც ინტერესი უნდა ქონდეს. ასევე, ანუ ისეთ კურსებს, რომელიც რაღაცა მისთვის ხალისის შემომტანია და დესტრეს, ანუ ის რომ რაღაცა შეუმცირდეს სტრესში, მაგაში ეხმარება. მაგალითად არტლაბი, არტლაბი, ანუ ეს ხელოვნების კურსი, სადაც ნუ ველანოს ძალიან უყვარს ხატვა და ბოლომდე იხარჯება რა, აი არ ვიცი. ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანია რომ იყოს სამი რაღაცა რა. აკადემიური განათლება, მუსიკალური განათლება და სპორტული განათლება, არ ვიცი, ანუ ის რომ სამ რაღაცას მიყვებოდეს. მუსიკალური იყო? ეხმარება ბავშვის ემოციურ და მენტალური მდგომარეობის რაღაც ბალანსში ყოფნას რა. ძალიან მაგარია. და რაღაც ძალიან მომწონს ეგ პრინციპი რა, რომ მარტო წიგნები კი არა, ანუ ყველაფერი ძალიან კარგია ერთად. ხო და მან დაგიმატებ კიდე ერთი მეც რაღაც კურსზე გავდიოდი იმ დღეს, რომ არსებობს 4 ტიპის სიმდიდრე რა. ერთი არის ფინანსური და ეს რაღაც ქონებრივი, მეორე არის ეს ემოციური სიმდიდრე, რაზეც იძახით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური სიმდიდრე და ხშირად პირველს ჯობნის, იმიტომ რომ სამსახურში ახლა ხალხი აყავს, ძირითადად უფრო სკილები, უფრო რაღაცა hard skills კი არ უყურებთ მე და შენ უფრო soft skills რამდენად ადამიანს შეუძლია ხო ეს რაღაც ემპათიური ნაწილი. მესამე არის სოციალური სიმდიდრე, აი ეს ურთიერთობები გარშემო მოკლედ რაც არის და მეოთხე დამავიწყდა, მაგრამ მოკლედ ანუ ეგეც მაგას იძახის რომ მნიშვნელოვანია რა ეს ემოციური სიმდიდრე. და მოკლედ სანამ ბოლოში გავედით და ბოლში მინდა რომ დავბრუნდეთ ერთი კითხვა შენთან და მე მინდა რომ ნაუ გაგაცნოთ. თავიდან არ გაგაცანი. ანუ ძალიან ვცდილობ რომ ამ ბოლო ნაწილს აუცდეთ. ადექი და ისე გაგაცნოთ. ანუ მითხარი თუ ადამიანი, აი უფრო დიდი ადამიანი, აი გისმენს ახლა შენ. ალბათ ბავშვები არ გვისმენენ, ახლა დიდები გვისმენენ. რა უნდა ქნას დიდმა ადამიანმა რომ დაიბრუნოს თამაში ცხოვრებაში? დიდ ადამიანებსაც გვჭირდება თამაში. რავი რა უნდა ქნას, უნდა დაფიქრდეს რისი გაკეთება მონდომებია ცხოვრებაში. და ეთაკილება, ან ეშინია, ან არ ვიცი, რაღაცა ფიქრობს რომ დრო არ აქვს რომ ეს გააკეთოს, იმიტომ რომ კომპეტენტურ ადამიანებს რა უხარებს გულს? მაგის დრო არ გვაქვს ხოლმე რა რაღაცით გავერთოთ. არ ვიცი, მე პირადად ავდექი და შარშან ვცადე რომ აი პიანინოზე დაკვრა რომ უყურებდი ძალიან მომწონდა და მთელი 6 წელი ვიარე ამ რაღაცა იმაში და ვთქვი რომ ოკეი, ეხა ხო გავიზარდე და რაღაცა ეს ტრამვები მასწავლებლისგან მუსიკის მასწავლებლებს და ხშირად მოყავს ხო? საშინელი მასწავლებელი. ბორში თოდიოდა გაკვეთილზე და თან ბორს ჭამდა და თან მე უკრავდი. ცადე, მაგრამ ანუ ისევ იგივენაირად არ მომეტანა და თქვი რომ ანუ ოკეი, всё, მაგრამ
მნიშვნელოვანი არის რომ ცადოთ რა რაღაცები. აი ზოგჯერ ისეთი აი მაგათ ჩოგბურთზე ისე მივედი, როგორც ჩემ მეგობარს სემინარზე, ლეოს ერთ-ერთ სემინარზე დავწერა, რომ წავალ და ჩოგბურთს ვითამაშე და დავიწყე თამაში და 3 წელი ვერ მოვწყდი, ისე მომეწონა რა. ხო და ბავშვობაში თამაშობდი ჩოგბურთს? არანაირ სპორტს, არასდროს იოგის გარდა. ანუ მე მაგალითად მახსოვს ჩემ იმაზე რომ ვიხსენებდა, აი რა მიყვარდა ბავშვობაში, რაღაც მინდოდა მიმეგნა იმისთვის, რომ რაც ბავშვობაში მიყვარდა დიდობაში, აი მართლა მივაგენი ამ სიმღერას, იმიტომ რომ სუმღეროდი ყველგან რა და ნუ მე გამიმართლა მაგან რა, მაგრამ სიამოვნ. გავსებს რა, ნუ ალბათ ისეთი რაღაცები უნდა აკეთო, რაც გავსებს ცხოვრებაში სიხარულით და შენ რაღაც ყოველდღიურ კალენდარში ჩასვა? კალენდარშიც ჩასვა, ხო, მიხვიდე, ცადო, არ ვიცი, ანუ იქნება ეს ბოულინგი, ჩოგბურთი, ანუ აი ხშირად თამაშის ამბავი, რავი, ნებისმიერ ჯოკერი, რომელიც აი ძალიან ადვილად გაბრუნებს რაღაც ამ ნარდი, დომინო, რავი, 1000 რაღაც რა. აი, მოკლედ დღეში 5 წუთი თამაშის ჩავისვათ. ხო, არ იყოს ეგეთი აქტუალური, მაგრამ რავი, აი თვეში ერთხელ მაინც მეგობრებთან ერთად ითამაშეთ, მგონია რომ რა ძალიან კარგი ანტისტრესი. მოკლედ ახლა მინდა გაგაცნოთ ჩემი დღევანდელი სტუმარი ნაუ სონღულაშვილი, რომელიც არის ჩემი მართლა უსაყვარლესი ადამიანი, აი არ ვიცი მეორე და რომელიც დიდობაში გავიცანი და ეს არის ადამიანი, რომელთანაც აი ამართლებს იმ ფრაზას, რომ დიდობაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვან მეგობრობებს იძენს ადამიანი, იმიტომ რომ კიდე სხვანაირი და რო დავიწყეთ თამაშობა და მე და ნაუ არ ვიყავით მეგობრები, აი ძალიან ისე პრაგმატულად, სპონტანურად დავიწყეთ და ანუ ეს რაღაც ჩვენი მეგობრობა ძალიან გაიზარდა და შეიძლება რაღაც თემაში ძალიან განსხვავებულები ვიყოთ, მაგრამ იმდენად დიდი სიყვარული გვაქვს ერთმანეთის მიმართ, რომ ძალიან კარგად ვავსებთ ერთმანეთს. ნაუ არის თამაშობანასთან დამფუძნებელი, ცნობის მოყვარე პანდას თანამფლობელი, ხო, თანამფლობელი, ასევე კოუჩი, არაპრაქტიკოსი ვეტყვი, მაგრამ ხო, კვლევარი, რომელიც მართლა ბევრი წელი კონსულტანტი, რა ვიცი, რამდენი რაღაც ჩოგბურთელი, დედა, ცოლი, კაი ტიპი, ხო და მაგალითად ძალიან კაი ადამიანი და მადლობა შენ რა დღეს ესეთი კაი თემები, ძალიან კაი რაღაცებზე ვილაპარაკეთ არა? ძალიან კაი. რასაც ამდენი ხანი მე და შენ სულ ამ თემებზე ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო. ხო და კიდე მეორე სერიაც გავაგრძელოთ, თორე ბევრი დაგვრჩა, ხო? ბევრი დაგვრჩა რაღაცები. კაი. მადლობა ყველას, აბა მომავალ შეხვედრამდე.